როგორ გავხსნათ სმენა? სადაც არ უნდა ეყენოს ეს ტახოგრაფი, მოკლედ უკანა მენიუში დავბრუნდებით. მთავარ მენიუში დავბრუნდებით, აი ეს არის კილომეტრები როა, დავაწვევით ოკეის, როცა კარტა ჩადებულია უკვე და რა თქმა უნდა მუშაობთ, ხო? ვადიტელ 1 რასპეჩატკა არ გვინდა, ეს არის როცა ბილეთი ეს ჩეკს რომ მაშვება, ანუ რასპეჩატკა ქვია ამას, როცა ქაღალდს აგდებს, ჩამოვალთ ქვევით, რასპეჩატკა ავტომობილის არ გვინდა, ჩამოვალთ ქვევით, ვოდ ვადიტელ 1. ან თუ მეორე მძღოლი ხართ, მეორე მძღოლი. ამიტომ დავიწყოთ ახლა ოკეი, ქვევით, ვოდ ვადიტელ 1. ოკეი. Начало страны, окей. მე ბელგიაში ვარ, ბელგიას აგდებ შესაბამისად. ოკეი. ცოტა ხანი ველოდებით ლოდი უნდა ხოლმე. მე არ დავავიწოს უკან გამოსვლა, მეგობრებო, კიდე უკან გამოსვლა და თავარ მენიუში გადით რო იძახის და დათანხმება, იმიტომ თუ ამას არ დაეთანხმებით, აზრი აქვს არც არ დაიმახსოვრებს. აჰა, ეხა უკვე ხსენა გახსნილია. და ჩემ შემთხვევაში, ბევრი მძღოლის შემთხვევაში ჩაქუჩზე ვაყენებთ 1-2-3 წუთი. რატო? რომ ვითომ რაღაცა რომ მოხდეს მე ან სადაზღვევა რაღაცაზე, მანქანა უნდა დათვალიერებული კონდეს და მაგენი საიდან ნახავენ მანქანა დავათვალიერე თუ არა, ან ჩაქუჩზე ნახავენ, ეხლა მე მანქანაში ვზივარ თუ რა შვებიან ეგენი ვერ ხედავენ, მაგრამ საქმე ზორემ დგეს, ყოფილაო ადრე ერთი მძღოლიო, რომ რაღაცა მოვიდაო ავტოსაგზაო შემთხვევაო და გამომართავობის გამო და უთხრესო რომ ისო რა ქვია. აი ჩაქუჩზე არ გეყენაო ჯიგარ და საუბრობ არ გადაიხადაო. ამიტომ რა ვიცი ჩვენ ეს ძველი მძღოლების გამით და მეც ესე ვაკეთებ ხოლმე ყოველს 2-3 წუთი მანქანას დათვალიერება მაინც უნდა ხოლმე ხანდახან ამ ტენტი არ ქონდეთ გაჭილი ან საბურავი არ დაეშვა რაღაცა და მე ხა უკვე ვიყავ დილით გადასული ამიტომ ეხა აღარ გადავალ თან აგერა მაგ დაცლა მაგრამ ზოგადად ერთი წე მანქანას დაარტყეთ ხოლმე ყოველთვის დილით და სმენის გახსნას რაც შეეხება ასეა მოკლედ всё სამი როგორ ნახოთ ეხა რამდენი ხანია რო ვდგევართ აი აქ ისრები რო აქ აქით აისავს ქვევი დააწვევი და ჯერ 0-0 ჩაქუჩზე ვდგევარ 0-0 ჯერ არაფერი არა მაგრამ გახდება ახლა 1 წუთი უკვე ცოტა ხანში გახდება 1 წუთი ასევე ტახოგრაფს ბარემ უცებ შეგახედებთ მე მაგაზე წლავრად გავლით მაგრამ სხვა მონაცემი აქვს ეს მეორე მძღოლია ეს ახლა უყურეთ პირველი რულივით რო 0 არ არის პატარა არის რული პირველი რულივით რო ახატია ეს არის პირველი მძღოლი, მეორე მძღოლი და სხვადასხვა მონაცემები აქვს. მაგალითად, აი ხა რო დავიძრები რული და 4 და 30, ანუ 4 და 30 შემიძლია ვატარო. ეხა კი 9 საათს, მაგრამ მე პაუზები და რაღაცებს დამიწერ ჯერ 45 წუთს მერგი და ანუ ეს არის სადღეღამისო შემიძლია 9 საათიანი პაუზა გავაკეთო. ან 11-იანი მინიმუმს წერს ახლა ეს. ეს რული რაც ხატია, ეს შეთვალეთ რომ ტარება შემიძლია მაგდენი ხანი ვატარო. მაგალითად, აგერ ქვევით თუ ჩამოვა, აი 9 საათიანი, აი 15 საათი რო შემიძლია კვირაში 3-ჯერ გამოვიყენო, თუ მე მგონი უნდა იცოდეთ უკვე, თუ არ დაგეწუთ მაგასაც მე, აი 3 დამრჩა. 10 საათიანი ტარება 2 დამრჩა და რაღაც მონაცემებს აჩვენებს, რომელშიც ბოლომდე არც მე არ გავკვევა, იმიტომ რომ არ მჭირდება, თუ რამეში ვერ გავკვევი და კიდე პატარა ლაიფხას გასწავლით. ფოტოს უღებთ, უგდებთ ChatGPT-ს და ეუბნებით რა აჯანდა დაწერია აქ და გეტყვით ყველაფერს. მარტივად და ისე მოკლედ. აი 1 წუთი 2 წუთიც გახდა რა ჩაქუჩზე ვდგევარ. всё, ეხა დავიძრები უკვე რაღაც აი იმას შევავსებ რაღაცას მე ჩემსას და კაგრა 3 წუთზე დავიძრები და შევალ აგერ დავიცლები. პირველ დაცლაზე და დღეს მექნება 3 დაცლა. კაი მეგობრებო, მოკლედ სულ ეგ იყო, წავედით. მოკლედ ეხა დავიზარე აგერ შემოუხვიე. შევალ ეხა ეგერ და გავჩერდები სადმე. დაცლა მაქვს მეგობრებო, როგორ მაქვს 3 დაცლა და რა ვიცი სადრადებს, არაფერიც არ ვიცი, ანუ არ ჩამიხედი, არც მაინტერესებს, რომ 3 ცემერი მაქვს და 3 ვეცემერს იმას ვიზავ, რა ქვია. მივცემ ერთი ამათ, რაც თვითონ ჭირდებათ, იმათ აიღებენ, რაც საჭირდებათ, არ აიღებენ. აქ ასია, რომ ხელს სხვა არაფერს არ მოკიდებენ, მოკლედ თუ რამე შეცდომა მოუვია და იმას იზამენ, თვითონ გაარკვევენ კომპანიები ერთმანეთს, მაგრამ აქ ერთი არ ხდება ხოლმე. 13 რამპაზე შეგიძლია მიხვიდეო და ცემერს მიცემი და თვითონ დაცლია. წინასწარ კარგი გაღებას მეგობრებო არ გიჩვენებთ ხოლმე, იმიტომ რომ ხანდახან არის ცოტა ისე ტვირთი გადასაქანებელი, გადმოსაქანებელი ადგილები და თუ არ იცით რომ ზუსტად აიგერ უნდა მიხვიდეთ, მაშინ წინასწარ კარგი გაღებას არ გიჩვენებთ, რომ ის კარი მაგ კარი არის მაგის დამკავებელი. 13 რამპაა კაცო, თუ ეს ჩვეულებრივი რაც არის, რამპა არ არის, მაგრამ რაც არის. აი გაავლეს ეგ. როგორ დავაყენოთ დაცლა დატვირთვალზე ტახოგრაფი, თუ ჩანს, აი ესა ჩანს. გათიშულ გასაღებით ვაკეთებთ, იმიტომ რომ ჩაქუჩაზე რო დააყენო და დაკეტო გასაღები, მე იმაზე გადავა, რა ქვია. ლოგინებზე გადავა. ადრე მარტო ჩაქუჩებზე ვაყენებდით, მაგრამ ეხლა დაემატა ახალ ფუნქციას ტახოგრაფი, ტახოგრაფს ახალი ფუნქცია, რომელიც
ესე უნდა გავაკეთოთ. ოკეი, დააწვევით, რასპეჩატკა არა, ქვევით ჩამოხვალთ, რასპეჩატკა ავტომობილი არა, ვოდ ავტომობილი არა, ვოდ ვადიტელი 1 არა, ვოდ ვადიტელი 2 არა და ვოდ ავტომობილში ჩამოხვალთ, მეგობრებო, ამ თავიდან რომ დაიწყოთ, ოკეი, დააწვევით, ქვევით, კიდე ერთხელ ქვევით და ვოდ ავტომობილში რომ შეხვალთ, აქ არის აუტი არის უცბად სახელოსნოში მიდიხართ მაშინ, ქვევით რომ ჩამოხვალთ პარომი, ან მატარებელი და კიდე ქვევით რომ ჩამოხვალთ, აგერ დაემატა პაგრუსკა, ვიგრუსკა, აი ამას დააწვევით და აერჩევთ რა გინდათ, პაგრუსკა, ვიგრუსკა, რაზგრუსკა თუ ორივე ერთად მაგალითად. ამიტომ ეხლა დავაყენეთ მე რაზგრუსკაზე, დავაწვევი ოკეის, დაველოდები, უკან გამოვდივართ აუცილებლად, ველოდებით უკან, კიდე უკან და ოკეი. და ამის შემდეგ ვაყენებ უკვე ჩაქუჩებზე. აი ჩაქუჩებზე გადავიდა თუ ვერ ნახეთ, ხედავთ? აი ლოგინი არის ეს, აი აგერასაც ვიყო. ეს კონვერტი არის, ეს ჩაქუჩი არის. აი ახლა ამის შემდეგ უკვე შემიძლია დასვლა და დავიწყო. დასვლა დავიწყო, ესე რომ ვთქვა. აი მეგობრებო, მოხდა შეცდომა, ახალი დისპეჩერი მყავს, ვიღაცა უცხო და შეეშალა როგორც ჩანს. მაგრამ ხდება ხოლმე ხა მაგის გამო იმას ხო არ დაიწყებ. პირველად მოხდა ამ სამსახურში ეგ, პირველად რომ ტვირთი, მეოთხე ტვირთი უნდა ყოფილიყო უკან, მერე მესამე, მერე მეორე, მერე პირველი და სინამდვილეში აღმოჩნდა რომ პირველი ტვირთი არის აგერ. და გვერდიდან ეხა ვეძებ, მე თვითონ სულ მეორეჯერ მომიწია მე მგონი ძებნა, მაგალითად აი ეგერ ხო აწერია მისამართი, აი მისამართის მიხედვით ზიპ კოდი რაცა, მისამართი რაცა, ამის მიხედვით ეხა ეს სხვა მისამართია, ამას სხვა მისამართია. მოკლედ როგორც ავედი და ვნახე ხა ამ ზიპ კოდებით, ხო? ეს და ეს არის ეს რიადია მაგათი, აი როგორ რა დატვირთული წარმოედგინე. ხო შეეშალა ეხა, მაგრამ რა სიზავ ეხა ახალია ვიღაცა წელიწადი და 3 თვეა თუ წელიწადზე მეტია რაც ამ კომპანიაში ვარ და ჯერ პრობლემა არ ყოფილა. უსიტყვოთ მე თუნდა ჩემ დისპეჩერს, მაგრამ წავიდა აჰა. და ეხა მომიწევს ამ ბიჭთან, ან სხვასთან, რა ვიცი, ცოტა ხანი დაუმუღამ, რომ რას ხდება და რას არა, ეს პაგრუჩიკ ვინც არის? აშკარად პაგრუჩიკის წარება არის. ანუ ამხელა რაღაცა აიღო ეს ლაპები, რაც შეუყო პატარაზე ქონდა რა და მეთქი მოიცა რასაკეთებ, კაცო გაშალე ეს ლაპები, რომ ამხელად ისა შუშაა თუ რაღაცა არის იქ ამხრიდან და ავტობუსები შუშაა თუ რაღაცა. და ხდება ხოლმე მეგობრებო ყველაფერი, მაგრამ ეხა მაგაზე რომ დაყვე რაღაც უნდა აყვე, რა უნდა გააგებინო, ხო ტყუილა დააბდები გაჭირებულს უფრო რა და ამიტომ ავძვერი ეხა ზევი და ახლა დავყვები ყველას და დავნომრავ ბოლო მე თვითონ მეცოდნემა რომ პირველი აქ არის, ხა ეს მაგალითად აი ეს 25-50 ზიპ კოდი რაცა ეს რაღაცა ბელგია, ეს 25-50 ასევე აგერ. მაგრამ ამას ეხა ზევიდან აწერია, ეგ აცუდი რომ უნდა აზრო ზევიდან ნახო. ეს რომელი არის? ეს სხვა მისამართია მაგალითად 62-0-ია საერთოდ. ეს პოლონის სტატუსის მისამართია რაღაც. ზევიცა წავიდა ეს. ხო ნუ მოკლედ აი ესე უნდა ეძებო რა და პირველად მოხდა ეხა მეორე, უბრალოდ პირველად ადრეს მოხდა ეგეთი თემა, მაგრამ მეორე ჯერ მოხდა სულ და რა მერე ხო? ცუდია არა სასიამოვნო, მაგრამ ეხა მართლა წელიწად და 3 თვეა უკვე ამ კომპანიაში ვარ და წელიწად და 3 თვეში პირველად მაგ არც დამიხედია ცემერზე სიმართლე გისხათ რასაც ისე დახედვა და თვალირება ქვია. კი ვხედავ ხოლმე რა თქმა უნდა რაღაცა თქვა კილოგრამები და ჩემ მანქანის ნომერზე რაღაც უწერია თუ რა ზოგადად ისე ტვირთი რა გაქვს, საერთოდ არ ვიყურებ მაგაში რა მაქვს. შევიხედები, ვნახავ ეს ყუთები და რაღაცები ალაგია და ვსიო. მაგრამ რა სიზავ ხდება ხოლმე მეგობრებო, ამას გეუბნებით რომ ასეთ რაღაცებზე არ უნდა გაბრაზდეთ და ესეთ რაღაცები გაგაბრაზდეთ ხოლმე, ნუ სხვა რაღაცებიც, მაგრამ ესეთ რაღაცები გაგაბრაზდეთ და არ არის გასაბრაზებელი რა რეალურად რა. ჩვენც ხო დამწყებები ვიყავით მეგობრებო, ჩვენც ხო მოვედით აქ თავიდან, ვარაფერი არ ვიცოდით. ის ვიღაცაც ესეა ის გაჭირებული ხარ. არც იცი ვინ არის, არც მინახია იქ თქვენ ხა იქნება შეხება დისპეჩერთან, მაგრამ მე ყველა პიკვირა ბაზაზე რო ვარ და ოფისში რო ვარ, იქ ხო ვიცი ვინ რა არის. იქ უბრალოდ და ისინი უფრო ბევრნიან, ვიდრე სხვები. და ნუ რაც არის ეგ არის, არა უშავს, კაი დავსვით როგორმე და მე ამას წინ იმებს გავუდებ, რომ თვითი არ გადმოწეს აქ რესტორნს. და ეგ არის რა მოკლედ რა. არაფერი ისეთი. არის 7 აყენია შიგნით. მოკლედ ეხა დღეს არც დისპეჩერში გამემართლა და არც ამ პაგრუჩიკში ძალიან ნელა ტვირთავ, ძალიან დაძაბულია ტიპიტო. მაგრამ ეხა ეს დააჩქარა რა უნდა უყო, ხო ეხა აქაც რა აზრი აქვს, გადმოვარდება ისას გაუწყლება საერთოდ და უფრო მეტი ხანი მომიწევს ყოფნა. ანუ ანდიხან ხდება ხოლმე მეგობრებო, რომ ასიზავთ რა.
მაგარი დაძაბულია ტიპი თუ აი მაგარი დაძაბულია. ახალია ეთყობა, ან შეიძლება უბრალოდ ეს მენეჯმენტში ის და შიგნით იმაში ოფისში ის და შეიძლება ის ვიღაცა არ არის და მაგი აკეთეს აქ ეგეთები არიციან, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არის ხოლმე ყველაფერი ხდება რა. ძალიან ნელა და ფრთხილად და ესე იმაშვება ხოლმე რა. აუშავს. ყველამ დავიწყე თავის დროს. ესე ზევით ამოუძველი აი ნახე ჩუშები არის. ეთყობა ამ ავტობუსში შუშებია მოკლედ როგორც გითხარი და ეგ რაწერია რა მაგალითად აი მისამართი 45-30 ზიპკოდი ანუ ადვილად როცა მე ხა გადაამოწოთ ეს ლენს კარი 45-30 ასევე აგერ ლენს კარი 45-30 ამას ხა უკვე სხვა მხრიდან ექნება რა და ქვედა ტვირთი არ არის ჩვენი ნამდვილად არ არის ჩვენი ანუ ეს ქვევით რაც მილაგია არის მესამე დაცლა, ეს პირველია იდეაში, ბოლოში მეორეა და ეს მესამე. აი ესეთი აუგებრობაც ერთხელ იყო მართლა სულ პირველ კომპანიაში. თუ იქაც ეს ტიპი იყო, არ იცოდა რა და მეც ეხა უნდა იცოდე ყველაფერი მძღოლმა, მაგრამ არ მაინტერესებს ხოლმე რა, იმიტომ რომ არ მაქვს შეხება, აი ამდენი წელი აქ ვარ და მეორეჯერ მაქვს შეხება და ეხა რაში დავინტერესდი ამაში, ამის ტვინი რაში დავტვირთო ხო იდეაში თუ რამე საქმე რომ მიდგეს პირველადაც გავართავი და კაი ხა მოვძებნ თუ ის ტიპი ვაფშე არ ამხო იმას არ თარფერიც მე მგონი. ის ეყობა ოფისში რაღაც საბუთებს ავსებს არ ვიცი რა ხდება, მაგრამ ეგრეა რა და ყველაფერი ხდება მეგობრებო მოკლედ. ასეთი ავრეული და გაუგებარი ტვირთი ცოტა მაქვს ხოლმე, მაგრამ როცა გაქვს მაშინ უნდა გავართვა თავი. ყველაფერი უნდა ვიცოდეთ. ამის ადვილ პალეტებს ჩამოიღებს, მე კი მოვატოვებ აქ ყავას და კაკლას. რო წავალ, ცხელი ყავით წავალ გზაში. დუღდება ჩაი ამასობაში და ნახეთ იქ როგორ მიუყენებიათ ისადმელები ერთმანეთს ახლოს ეგრე, მიუდიათ ეგრე. და სხვათა შორის ეს ისის ავტობუსების კამერიანებია აქ. ვაფშე ეს ელექტროებია. აი როგორ რაღაც გამომივიდა, ნახეთ ეხა აქ ციცარიელე დამრჩა და ამიტომ ეხა ამას როგორც უკან ხმარობთ, ასევე ხმარობთ, გამოვიყენეთ წინ. ეს ესე იხსნება. ამას მოწევთ მე აქით მოკლედ ბოლომდე, რომ ტორმოზი დროს პრეთი რო არ დაწეს, ხა ეს კი სუბუქია, მაგრამ მაინც და მეორესაც გავუკეთ. აჰა, მოკლედ. ესე. ეს. всё, ესე არ უნდა იყოს რა ვიცი, ეს მართლა პირველად ნახე, ანუ ყოფილა რომ რაღაცა დაუდიათ, მაგრამ ესე რომ აღდაობდათ პირველად გამოვიდა, მაგრამ არა უშავს პირველად ხდება ყველაფერი მოკლედ. აი ხა გავუდებ ამა და დავკეტავ, აი რა გამოვიდა ბოლოში. აბა. არა უშავს. მოკლედ დავიცალე ხა როგორც თქვა საათზე მეტი გავიდა. და წავალე ხა, შემდეგ იმაზე დადურთვას, დაცლაზე უბრალოდ. ძალიან გაეწელა ამ ტიპს რა. ძალიან გაეწელა და მე აქ ვერ გავალ. აი ნუ გავალ, აქ დავტრიალდები. თუ გაქვს საშუალება რომ პატარა ადგილას დატრიალდე და კუდის მოსახსნელად ასეთი ადგილია, ესე შემოტრიალდით ხოლმე, ასე არ შემოტრიალდით, იქ შეიძლება წაარტყათ. ხო, ხა კი დატრიალდება ჩემი, მაგრამ ხან პატარა ადგილებია და თუ გაქვს საშუალება, აქედან დატრიალდით. ნაბატონ, ხელაზე მოვტეხავ ხა პრინციპს. აი სანამდე გამოვიდა ნახეთ. კიდე მეც მოვტეხა, არ ჭირდება, მაგრამ კიდე მეც მოვტეხა, აი ამ ხელაზე შეუძლია პროცესს მოვტეხა. უბრალოდ გააჩნია ასფალტი ქვევით როგორია, რა ხა თუ პრიალა ასფალტია და თქვა გაფუჭებულ ასფალტზე ეგრე აქნათ, იმიტომ რომ თუ პაკრშებს გააფუჭებ და თან მძიმე ტვირთებს აქნათ ეგრე რა. ეხა ეს ჩემთან რამდენი დეს რა, ალბათ 5 ტონა იქნება ყველაფერი ერთად ეხა უკვე და. ამიტომ ეგ არაა პრობლემა.
გუშინ კაი მოზდილმა კურდღელმა გადმოერბი ფოსოდ მაგ მოდიო და მე ჩამოვედი ნახო რა ხელა ამეთი და გაიქცა მე მოხია აქ ესე წრეებში ბინადრობენ ხოლმე როგორც წესი ესე წრეებში ბინადრობენ ხოლმე როგორც წესი 88-87 აბა ერთი უცებ ხა ამას პირდაპირ გავყავარ ამასაც გავყავარ პრინციპში წამო ესე წავიდეთ როგორც ამას მივყავარ კაი წავედით ავა გამიჩნდა მზის ბატარეები აი ეს ვენტილატორები პირდაპირ აქვე დგას რა. თუ არა და ვიცი რომ ამის წაქცევის ზონა სადაც აი არაფერს გაკეთება არ შეიძლება. საქართველოში ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ეს ენერგეტიკაში ვინც არის ჩემი მეგობარი, ხო? ერთი პერიოდი მანდაც ვიყავი, ხა მაგის შემორჩა. მაგისგან ვიცი რომ აი გორშტა იმაში რომ გააკეთეს თავის ისა აქ რა, ნუ ამას თვლიან ქარი რამდენად მამა რაღაც დაჩიკებს აყენე, მე რო თვლის ქარი სადაა ყველაზე კარგად. ჯერ ხო ისედაც იციან, მაგრამ მე თვლიან და უკვე ყველაზე კაი ადგილებში აყენებენ ამაზე დაცემის ადგილი არ უნდა იყოს რა, ნუ შეიძლება რომ წაიქცეს იქ არ უნდა იყოს არაფერი და აგერ როგორც ხედავთ ეგრე არ არის რა. მაგას ვიზახი რომ სადღაც ეგრე არის, სადღაც არ არის, სადღაც ხიძე გაჩერება შეიძლება, სადღაც არ შეიძლება. სადღაც 5 წოლი არ შეიძლება, სადღაც შეიძლება და ასე შემდეგ. ვის როგორ უნდა ისე წერენ მოკლედ ამ კანონებს თორე. რა დაშავე ხა ამ ხალხმა ეგ თუ დაეცემა ხო? ხუმრობა იქით იყოს, მაგრამ მართლა ეგრეა რა, სხვაგან ყველგან სხვა კანონი ის რა კანონიც აწყობს იმას წერს მოკლედ. დღადაობა ეს ხორება, კარგად თუ დაუფიქრდები. აი წავედით მოკლედ ჩვენ. იმათი გადავებათ. მე არ მეღადავება 3 და სლამაგას აკეთებელი. სახში ჩავიდე. კარგი წავედით მოკლედ მეგობრებო. ესე სადაა ნახეთ ზედი მაზევეა. აი მეგობრებო, რატო არის ორი ნავიგაცია საჭირო? ყოფილა შემთხვევა რომ ესეთი ორი ნავიგაცია მქონდა თვითონ მანქანის, მაგრამ ეს პატარა ნავიგაცია თუნდაც რატო არის საჭირო? წეღან რაღაცა დაემართა და იქ სადაც ვიყავი იმ ადგილას დარჩა, ვეღარ აღიქვა და იმას ვქენი, რა ქვია, პლანშეტი გადავტვირთე და ეხა მოვიდა აზრზე. როგორ თვითონავი აყენია ეგერ. ხო და აი ამ შემთხვევაში არის მეგობრებო საჭირო ყველა შემთხვევაში ორი ნავიგაცია უნდა გქონდეთ, თუნდაც პატარა მანქანის, რომ რამე სანამ ის გამოვა აზრზე და სანამ რაღაცა ბოლო-ბოლო ამას გავყვევი თუნთლად სოფელში არ ახართ. ეხა ავტობანზე ვიყავი და შესაბამისად მაგას გავყვევი, სანამ ეს გათიშავ, გადაიტვირთება რაღაცეები. არის ხოლმე შემთხვევა და ან დრო გითავდება თან რაღაცა ორი ნავიგაცია, ამიტომ არის საჭირო. თუნდაც პატარას, მაგრამ ვიმეორებ პატარა ნავიგაციას არ ენდოთ. იმას ის უბრალოდ დამატებით, ესე ვთქვათ, შავი დღისთვის არის, თორე როგორც წესი, ამას გაყევით ხოლმე და დაჟე ამასაც არ გაყვეთ ხოლმე, ხანდახან არის შემთხვევა, რომ უთქვიათ, რომ აი ნავიგაცია მიქ შემიყვანა. აი გუში რო ელაპარაკებდი ჩემ მეგობარს, გაგას ჩვენი ერთი ითაური კომპანიის ბიჭი რაღაც შესულა და მე რაღაც ევაკუატორი და რაღაცები ვეღარ გამოსულა უკან რა, არ ვიცი რანაირად შევიდა ეგეთ ადგილას, მაგრამ ნავიგაციამ შეიყვანაო და ნავიგაცია ერთად არ შეგიყვანთ მეგობრებო, ნავიგაციას
თქვენ უბრალოდ უყურებთ და გადაწყვეტილებას მაინც თქვენ იღებთ. ძირითადად 95% ეს კარგად მუშაობს ხოლმე, გააჩნია სად დადიხართ. არის ქვეყნები, სადაც მაგალითად შვეიცარიაში მქონდა ორი პროგრამა, ეს სიჯიკი და ეს აიგო. მაგალითად შვეიცარიაში ერთ მონაკვეთში, სადაც მე დავდიოდი, იქ ეს აიგო ვერ ქაჩავდა, არ ვიცი, გზები არ ქონა არა და გზები მან და არ იყო ახალი გაკეთებული გზები, როცა გზა ახალია და ეს პროგრამა შარშანდელი გაქვს ჩაწერილი, პირიდი პოლიცია ეგ ამან დაწერა. სადაა პოლიცია, არ ვიცი, ალბათ ეგერ დგას პოლიცია, ხო, ეგერ დგას პატარა მანქანებითაც იციან ხოლმე დგომა, მეგობრებო, ეს ადგას თუ ხედავთ. ხა იქიდან შეიძლება ხშირად არის ხოლმე რომ ინგლისში და იმაში შეიძლება ბინოკლით გიყურებდეს ვიღაც. ხანდახან არის ხოლმე რომ ინგლისში იციან განსაკუთრებით განან და ბინოკლით გიყურებენ და ის ბინოკლი რეალურად ჩამწერიცაა და ან ტელეფონით თუ გიგავიან რაღაცა შეიძლება ესე დაგინახონ. და ეხა ეს პატრული ან ის ბინოკლიანი ტიპი ვინმე რო იდგეს ხო? მაგაზე დაგაჯარიმებთ. ხანდახან შეიძლება აქ კი არ იდგეს მანქანა შეიძლება ხანდახან იდგეს აი იქ. ხანდახან შეიძლება დრონი კონდეთ აფრენილი და რაღაც მონაკვეთს მაგალითად ტრაილერის დისტანციები არის ხოლმე რომ 50 მეტრი უნდა ზდიოთ ტრაილერის დისტანციით. და შეიძლება დრონი იყოს ზევი და მე ბოლოს იგაგაჩერნა შენ ჩანაწერი გაჩვენონ. მაგრამ საერთოდ არ გინდათ მაგათ იყურება თუ ყველაფერს ზნაკებით და წესების მიხედვით იმოძრავებთ. ბევრი სიტუაციაა მოკლედ სხვადასხვა და ყველაფერს 100%-ით უნდა ასრულებდეს წესით, მაგრამ სიმართლე ეგ არის რომ არ ასრულებს ახლა და ვერ შეასრულებენ ყველა რაღაცა მომენტები, გამონაკლისები ყოველთვის არის ხოლმე და მაგ გამონაკლისებს ის ბინოკლიანი ტიპი თუ დაგიჭერთ, მე უკვე ჯარიმა, რომელიც არ არის სასიამოვნო რა და. ამიტომ ესე მეგობრებო. ნავიგაციასაც შეეხება ორი ყველა ვარიანტი გქონდეთ, მაგრამ ვიმეორებ პატარას არენდოთ, არზდიც არენდოთ, ენდეთ თქვენს თავს ზნაკებს და ზოგადად სიმაღლის ახმას დაიწყებთ მერე ნელ-ნელა და ისედაც ზნაკი საერთოდ არ გჭირდებათ ხოლმე მეგობრებო, ხანდახან რაღაც სოფელში რომ მიდიხართ, ზნაკი რომც იყოს და ვიღაცას შეეშალოს იქ ზნაკის დაყენება სიტყვაზე ვიზახი, ნუ ამხელა მანქანა ხა თქვენ იქ რო არ უნდა იყოთ, მაგას ისედაც მიხვდებით ხოლმე ხანდახან ეგ სიტუაციებიც არის ხოლმე რა და მარტო ესე რომ ესა დადიხარ და აი რა ლამაზია ეს ტრაილერის ტარება და ესა რა ქვია მშვიდად ხარ და აი ქვეყნებს ათვალიერებ ფულსაც რა კარგად გიხდიან და რაღაცა არ არის მეგობრებო ეგრე ნამდვილად ეს მაქსიმალურად შე რომ დაამუღამებ და შე რომ მოირგებ და შე რომ აეწყობი რაღაც საქმეზე თქვენ რა გონიათ ეხა მე რო გადამიყვანო სადმე ესპანურ კომპანიაში ან იტალიაში რო გადამიყვანო და რომ მომუშაოთ იქ ესე თავისუფლად ვიქნები გარკვეული პერიოდი იქაც უნდა დაუმუღამო ხო რაღაცებს უნდა ავაწყო აგერ გამოვიდა მანქანა აბგონზე გავატარებ ეხა ამას რო არ ვაწვალო იმიტომ რომ უკანას პატარა მანქანები მოადგა თუ გვაქვს საშუალება ყველაფერს ერთმანეთს მოკლედ ვითვალისწინებთ რა მეგობრებო აქ ისე არაა რომ ერთმანეთს გადაახდე და რაღა ვიღაცები გაიჩნდებიან რა თქმა უნდა კი ბატონო არიან ეგეთები შეიძლება ჩამოსულები არიან შეიძლება ტურისტები არიან ვერ გეტყვით მაგრამ პატარა მანქანებს გულისხმობ მაგრამ ძირითადად აქ ერთმანეთის გათვალისწინება არის და უკვე მძღოლი რას აკეთებს ანუ მძღოლის ქმედება ამოცნობადია აქ ვინ რას აკეთებს ჩვენსკენ ხშირად არ არის ხოლმე ან ვერ გაიგებს ზღოლი აქით უხობს იგი ზოგი პაუერდინგს აქით ჩართავს და აქით უხობს ხოლმე ეგეთ რაღაცას გეკნებათ ალბათ ნანახი ჩვენთან ხო და ვერ გაიგებ მოკლედ და აქ ამოცნობადია ამათი სიარული და ამათი ან განსაზღვრადია ეხა ეს მანქანა რას აპირებს თქვა ეს მანქანა თუ იმას მიუახლოვ და ახლოს ესე იგი ვიცი რომ უკვე მზადყოფნაშია რომ აბგონი გააკეთოს რა და ასე შემდეგ ანუ ტყუილა იმას ესე უაზროდ არ მიუახლოვდება და უაზროდ ესე არდევს 200 კილომეტრი მანქანას რა ყველა ბამ ერთ-ერთი სიტუაციები აქ რომ მეორდება უკვე თქვენ წამუღამებთ აი ხო გითხართ მიუახლოვ და ახლოს წავიდა აბგონზე ტიპითო ხო და ფარების ანთება ჩვენთან ადრესს მაქვს მე მგონი ნათქვამი ნიშნავს გამატარე აქ ფარების ანთება ნიშნავს მანქანა თუ გამოდის ფარებს აუნთებ თუ ვერ გადავდივარ იქით ფარებს უნთებ და ვეუნები გამოდი გითმობ თუმცა აქაც არის ფარის აციმციმება შორიდან თუ აუციმციმებ ეხლა ჩვენ ასა შორიდან როგორ აუციმციმებ 90 დავდივართ ხო მაგრამ მანქანები რომლებიც ჩქარამოდიან შორიდან ფარებს აციმციმებენ ეგ ნიშნავს რომ გამატარეო რა მაგრამ აციმციმებულ ფარებსაც წელიწადში ნახავთ მაქსიმუმ რავი 20 ჯერ ალბათ 50 ჯერ თქვენ აქ წელიწადში აციმციმებულ ფარებს ვერაფერ ნახავთ სიგნალებს ვერ გაიგებთ კიდე მეგობრებო იშვიათად სიგნალებს გაიგებთ რა ვიცი აი ბელგია შეიძლება გაიგოთ დიდ ქალაქებში ძირითადად რა ეს ძალიან არეულობა რო ამან ხო და აქეთ ბევრად მარტივია მაგ კუთხით მეგობრებო თორე ეხა ეს საქართველოში თქვენ რაც იცით ეგრე რო იყოს აქ ხო აქ რა ვიცი აქ ძალიან ცუდი ამბავი იქნებოდა მთელს ევროპაში მაგრამ ყოველ შემთხვევაში ყველაფერი ის არის რა ქვია შედარებით შვიდია აქით შედარებით განსაზღვრადია ამოცნობადია მირას აკეთებს და უფრო მარტივია
იამები რო ახლა ხანდახან იამები არის, მაგრამ ისეთი რული რომ უნდა აკრა, ეგეთი აქით არ არის ხოლმე. იგივე ინგლისშიც არ ხდება ხოლმე ეგეთი. ეგ უფრო დასაიმაში დანგრეულია თქვა. დაცლის ადგილებში მანდ არის ხოლმე ტრასებზე ხა სადაც იამა გაგეჩიტოს ან სოფლიდან სოფელში მიდიხარ და რაღაცა იქ ანუ ეგეთი მომენტი არ არის. ან ღორმა გადმოგირბინოს ან რაღაცამ აქ მაქსიმუმ ხოვლმა გადმოგიბინოს როგორც ხედავთ მეგობრებო არც ერთ ვიდეოში თქვენ ვერც ერთ ზაღლს ვერ ნახავთ გარეთ ზაღლები არიან კატები არიან ხოლმე კი კატები არიან და ერთ-ორჯერ რაღაც კაცმები ყავდა და ვინახე და გადმოფრინდა თვა ავტობანზე იყო ჯიგარი კენგავდა რაღაცებს მე რო გავიარე მის მე რამდენი ხანი გასტანა მის მაციცოცხლემა არ ვიცი მაგრამ მე მინახია კატამი ავტობანზე რომელიც ჭამდა საჭმელს ბევრი წუწუნები დადიან ხოლმე ღამე კიდე მიწის თაგვები რა და ნუ შეიძლება გადაუარო ეხლა რა სიზა თაგვი კია ვითომ რა თაგვიო მაგრამ ყველაფერი ცოდოა ანუ ყველაფერი არსებაა და ყველაფერს თავის დანიშნულება აქვს ამ ცხოვრებაში ყველა არაფერი არ არსებობს თორე საჭირო რო არ იყოს არ არსებობდა იქ მიწის თაგვის და არც ის რა ქვია კათამის ძალიან ბევრი ცხოველს ნახავთ აქ აი ძალიან ბევრი ცხოველს ნახავთ აქ გვერდზე ძალიან ბევრი ცხოველია კურდღელი გარეული ღორი ირემი შველი მელია ხო რამდენია მელია ქალაქებშია თო იმარი კორპუსიდან შეიძლება გაჩიტო მელია გარეული ტახი და მისი გოჭების მინახია მელია და ის ნახე თავისი პატარა ერთხელ ნახე თავის პატარასთან ერთად თორე მელია ძალიან ბევრია მელია შეიძლება აი მე რომ ბევრს დავდივარ ხოლმე თუ გინახიათ მე რო დავსერდო შეიძლება აქ ბორდილზე მე მივდიოდი გვერდზე ბორდილზე ის მეორე მხარეს მელია მოდიოდეს რა არც გერიდებიან ძალიან ისეთი თავაშებული არსებაა რა მოკლედ საერთოდ არაფერს არ ერიდება ხა თუ მაგისკენ წახვალ მე წავა მოტრიალდება თან შეიძლება წავიდეს შემოგხედოს აბა კიდე მომყვებიო თუ გააგრძელებ შეიძლება კიდე წავიდე კიდე გაჩერდო და კიდე შემოგხედო და თუ არ გააგრძელებ შეიძლება ის მოტრიალდეს ანუ აი ესეთი ნაგლი არსებაა რა ხან გადმოდის ხოლმე წარმოიდგინეთ და ხომ ინახია ტრაილერი მიდის წინ და მელია ჭამს რაღაცას თქვა ტრაილერი ახლოს რომ მივა გავა და სანამ მე მივახლოვდები კიდე მოტრიალდება თან იყურება ან ერთვალი აქით აქ ახლოს რომ მივალ მე რეცა განაისო გაატარებ თქვა ტრაილერს და რომ დაწნარდება მოზრავა მე მოვადაჭიჭამს არა ისინი ნახადო ეგრევე არ უშვებს მომენტს არაფერს და ესე ზის ხოლმე აქ შუა ავტობანზე იმისავით ნო ხოდა ეხა იმას ვქენი რა ქვია გამამახულე ყურადღება რომ აქ რამდენი ისეთი რაღაცა ხდება რაც მე უკვე შევეჩვიე და უკვე არ მიკვირს ხდებით ხო და თქვენ თავიდან რომ ჩამოხვალთ ამიტომ ვიძახდი თავიდან 1-2 წელი ადვილია თქო რომ ის 1 წელი ამნაირ რაღაცეების ყურებაში თან არ გმეზდებათ ანუ ერთხელ ნახავთ 2-ჯერ 3-ჯერ 5-ჯერ მერე დაიწყებს მობეზრებას მაგრამ ერთხელ რომ ნახავთ და 2-ჯერ და გინდა 3-ჯერ მაინც ინტერესი გაქვს და აქ იმდენი ეგეთი რაღაცა ხდება ხოლმე გინდა ეს უცხოუბანი და უცხო გარემო და რაღაცა რომ 1 წელი ისე არის ვერს გაიგებთ 1 წელი და ამ 1 წელში რო ვერ გაიგებთ უკვე გარკვეული ფული ნაშოვი გაქვთ ხალხო და გამოცდილებას უკვე გაქვთ და 1 წლის მერე უკვე შეიძლება საკმაოდ პატარა მაგრამ მოტოციკლების პარკინგია ეს მოტოციკლები მე რო გამასწრება ხო და ასეთი იმდენი კაი სიტუაცია აქ რო გადის ეს 1 წელი და იმიტომ რომ ვიღაცამ დამიწერა იმ დღეს ისაო რა ქვია კომენტარებში დაწერა რომ მოიცავ კაცო ამას თუ უყურებო ეხა 50 ევრო 75 80 85 ასე რომ იყო ესე იგი 1-10 წელი გინდა კაი ხელფასზე რო ახვიდეო და მე ვიძახი მეგობრებო რომ კაი ხელფასი გააჩნია ვისთვის რა არის ხო ხვდებით ეხა მე რაღაც კურსები გავიარე რომელშიც საკმაოდ ფული გადავიხადე და ეხა იმ ადამიანს ვინც ეს კურსი მასწავლა და ვინც მაგამე ინფორმაცია გადმომცა ხო იმისთვის თვეში $100,000 არაფერი არაა მეგობრო ამ თვეში $100,000 უნდა იყოს მისთვის ჩვეულებრივი ამბავი იმიტომ რომ სისულელეა ნუ $100,000 ქვევი თუ არ გაქვს არ ცხოვრობო იძახის ადამიანი და აქვს რა და ბევრ რაღაცას გასწავლის კიდევ შენ და ხა ვისთვის ეს 2,500 ევრო სასურველი ხელფასია და ვისთვის თვეში 10,000 ევრო არ არის ის ხო რა ქვია საკმარისი კაცო ხო და აქედან გამომდინარე ამიტომ ვიძახი რომ ესე ჩანს რომ 50 თუმცა 50 რო ძალიან კაი ხელფასია სწავლაზე თუ ვინმე სადმე სწავლაში თქვენ 50 როს დღეში გადაგიხდიან რა ეგეთ პროფესია მე არ გამიგია არ ტრაილერზე არ გამიგია ევროპაში შეიძლება ვინმე იყო და მე არ გამიგია უბრალოდ მაგრამ 50 რო დღეში სწავლაში მართლა კაი ხელფასებია კი 75-ს ადრეს ვთქვი და ახაც ვიძახი რომ არ მომწონს არც მე მაგრამ ვიმეორებ რომ ამ 1 წელს ისე მალე გავა და იმდენად სხვადასხვა მაგალითები და თქვენ დამოღამება და დათვალიერება ქვეყნის და რაღაცა აქედან ჩასვლა აქედან რომ ჩადიხარ საქართველოში ასწორებს რაღაც ისე ყოფილი ხარ ხო ხვდებით მე ცოტა იქ მოგწყინდება მე ჩამოდიხარ აქ ცოტა უსიამოვნო ჩამოსვლა ცოტა უსიამოვნო მომენტია დაწყება
მე ისევ ჩადიხარ და რაღაცა ეს პროცესები ისე ერთ წელი გადის უცებთო. ანუ იმ 50-დან 75-ზე მალევე გადახვალთ 2-3 კვირაში დაახლოებით და 75-დან 80-მდე ისე ახვალთ ვერ გაიგებთ, ხო ხვდებით, იმიტომ გეუბნებით, აქ ბევრი რაღაცა არის და ვერ გაიგებთ მაგას, ძალიან ყველასთვის მალე გადის, ეხლა რაღაც თქვენთვის არ გავა მალე, ხო? და ეს წელი კი არა 3 წელი ისე მალე გავიდა და 3 წელზე მეტიც მეგობრებო, ჩემი და ჩემი მეგობრების შემთხვევაში ერთმანეთს რო ვლაპარაკებით, მართლა გუშინ წამოვიდით გონია და უკვე 3 წელზე მეტი გავიდა, ხო? ხო და ვიღაცამ რო დაწერა, ნუ არ ვიცი ხა იმას შეიძლება მეტია კაცო ხელფასი, მაგრამ ჩემს ვიდეოებს არავინ არ უყურებს მეგობრებო, ვისაც ხელფასი აქვს 10,000 და 20,000 და 100,000 ევროები. ჩემს ვიდეოებს უყურებს და დაინტერესდება ის ადამიანი მეგობრებო, ვისაც აქვს 800, 1000, 1500 ლარი, შეიძლება 2000 და 3000 ლარიც კონდეთ, მაგრამ არ უღირდეს იმ 3000 ლარად იმდენი ნერვების ხარჯვა და იმდენი რაღაცა ან დროებითი იყოს ეგ 3000 ლარი, ან 3ჯერ კონდეს და 5ჯერ კონდეს 3000 ლარიანი და 2000 ლარიანი სამსახური დაწყება და დაღლილი იყოს ადამიანი, ან სტაბილურობას რო ეძებს პირველ რიგში. მაგისთვისაც ანუ 2500 евро ვისთვისაც არის დღეისთვის სასურველი ხელფასი, მაგისთვის კი ბატონო მაგერ არ და მობრძანდი და ვისაც მეტი გაქვთ დარწმუნებული ვარ ეგეთები არც უყურე შეიძლება შემთხვევით მოხდნენ, მაგრამ როგორც მოხდნენ ისე დატოვებენ და წავლენ და თქვა სხვა სურჩევენ ალბათ რომ აი შენ არა გაქვს მოდი და მოდი თუ გინდა ეგერ არის რაღაც შანსი და მიდი აბა აინც სადე რავი თუ გამოგივა თუ არა და სხვა სადე რაღაც ასე მეგობრებო. ამიტომ ვიმეორებ რომ 1 წელი აქ მალე გავა, 1 წლის მერე გინდა სტაბილურად აქ დარჩი და გინდა სხვაგან გადადის, თუმცა მაინც მოგემატებათ თუ არა და 1 წლის და ნუ აი 2 წლის მერე ყველაფერი შეგიძლიათ მეგობრებო, ანუ 2 წლის მერე თქვენ რომ თქვათ რომ ისე რომ სტანდარტულ სამუშაოებს ვიზახდეთ, ეხლა დიდი გარაგაბარიტულები როა და იქ ADR რო გაქვს სამხედრო ნაწილებში უნდა შეხვიდე და ბომბები ატაროთ, ახლა მაგას არც არაფერს წაგაღებინებთ, მაგრამ არის ხოლმე რაღაც ესეთი ნივთიერებების წაღება. ეგ სხვა გამოცდილება, მაგრამ ჩვენს გამოცდილებაში ვიზახე, აი პირველი კლასის გამოცდილებაში ვიზახე, მოკლედ ის ჩათვალეთ მერვე კლასი და მე-12 კლასია, ახლა არის ბევრი აქ სხვა დონეებიც. 2 წლიანი გამოცდილების ზოლი ყველა საბუთებით უკვე ყველა აგიყვანთ, ხო ხვდებით, მაგრამ აბა ახლა ვისაც ჯერ არ ქონიათ 3-4000 ლარიანი სამსახური საქართველოში, ჯერ აი როდის უნდა იშოვოთ, ან რამდენი ხანი უნდა ელოდოთ, ხო, ვინც მაგას აპირებთ. სხვა მოთხოვნები გაქვთ, ვიცი რომ ზოგს არ უნდა საერთოდ არ განიხილავს ამ თემას, კაცო. მაგრამ ვინც უყურებს, ესე იგი რაღაც გულის სიღრმეში მაინც განიხილავს, ხო და 3-4-2000 ლარიან სამსახურზე ჯერ ალბათ ვერ არასულხართ სავარაუდოდ და რომ წახვიდეთ მე რამდენი მე კიდეს მეორე მაგდენის გაზრდაზე რა შანსები არის, ხო? და აქ 3-4000 ლარზე შეიძლება სწავლებაზე ახვიდე რა 3000 ლარი კაცო 4000 4500 ლარი გამოდის სწავლება და მე 6-7-8000 ლარზე ახვიდეთ მე უკვე 10-12000 ლარზე ახვიდეთ და არ ვიცი რა ვეხა სხვას კიდევ ვიმეორებ შეიძლება დაწეროს რომ ისაო ეგრე 10 წელი უნდა დამჭირდეს მაგრამ რატო კაცო 10 წელი ანუ 10000 ლარზე შეიძლება ახვიდე 2 წელში 6-დან 8000 ლარამდე 7-8000 ლარზე შეიძლება ახვიდე 1 წელში წელიწად და რაღაც თვეებში 4500 ლარზე რო ჩამოხვალ იმ დღიდან დაიწყებ პირველი თვეს აიღებ მაგ 4500 ლარს თუ ერთვე იქნები სტაჟირებაზე და თუ ერთვეზე ადრე გადახვალ აიღებ 4000 ლარზე მეც ვინ როგორ მოკლედ ვინ როგორ უყურებს ეს სამსახური ვიმეორებ არ არის იმისთვის ვისაც უკვე აქ მაგდენი ფულიან უფრო მეტი ხო და ეხლა როცა 2000 ლარი გაქვს ხელფასი 2000 ლარის ალბათ ბევრს არ ექნება მაგრამ თუ 2000 ლარი გაქვს ხელფასი და შენ რო რეალურად მაგის ნახევარი გრჩება ან არ გრჩება ხო ხა 4000 ლარით ხო უფრო მეც იზავს შესაბამისად შენი ოჯახი ხო უფრო კარგად იქნება შენ მეგობრებში ხო უფრო კარგად მიხედავ შენს მეგობრებს ვიღაცას რაღაცა რო გაუჭირდა სიტყვაზე ვიზახი აი კამერა ფიქსაციო ან რაღაც კამერას მიჩვენებს კიდე ხო და ეხლა როცა 7-8000 ლარზე ახვალ თქვენი პირადი ცხოვრება ხო უფრო სხვანაირი იქნება კი ყოველდღე სახში არ იქნებით მაგრამ როცა იქნებით მაშინ ხო მართლა სახში იქნებით არა კი ბატონო ვიღაცა შეიძლება სახში ჩასულზე მე კიდე სახლის საქმეები და ეგ რაღაც ნატურა გამოსასვლელი სტეპსელი გამოსასვლელი და რაღაც შესაძლოა კი ბატონო ეგ სხვა თემაა მაგრამ ზოგადად გეუბნებით როცა ეს 2-3 კვირა რო სახში დაისვენოთ ან თვე ნახევარი რო დაისვენოთ ის ხო მართლა უფრო ნაყოფიერი იქნება თქვენი დაცვენებას და იგივე სასარგებლო საქმეების ოჯახური საქმეების კეთება ხო და გეუბნებით მეგობრებო 2500 ევრო და 3000 ევრო არ არის ის ფული რომ აი რაღაცა და всё მეშველა და ავშენდი არ არის მეგობრებო მაგრამ თქვენი ხარისხი ცხოვრების აიწევს ხვდებით უფრო საინტერესო იქნება ცხოვრება უფრო გამოცდილი იქნებით ბევრ რამეში გამოცდილი ადამიანს შეიძლება საქართველოშივე შანსი მიეცეს და ის ვერ დაინახოს ფიზიკურად ვერ დაინახოს ის შანსი იმიტომ რომ არ ქონია გამოცდილება ყველაფერი შესაძლებელია ამ ცხოვრებაში მეგობრებო ყველაფერი და ეს ყველაფერი შესაძლებელი რომ იყოს რაღაცა გამოცდილება უნდა გქონდეს რომ შანსი რომ გამოგიჩნდება ის დაინახო მე რომ გამოიყენო აი
ტალღასავითაა როგორ აი მეგობრებო აი სერფინგისტები რომ მიდიან ზღვაზე და როზიან იმ თავიანთ სიმაზე და ტალღას ველოდებიან ტალღა რო წამოვა ის სერფინგიში თუ არ მოემზადა თუ არ შეახდა ის ტალღა ჩაილვის და კარგად იღავი მე უნდა მეორე ტალღას ასე არის ხოლმე ცხოვრებაში ხშირად შანსები გვეძლევა ეხა მეს რო რაღაცეები ვიცი და მე რო გადამიხედია ჩემ წასულ ცხოვრებაზე რამდენი შანსი არ გამომიყენებია და ღმერთ მაინც კიდე სინამდვილეში რამდენი შანსი იყო რაღაცეების გაკეთების ხო ანუ ესე ტალღასავითა ეს ტალღა რო წამოიწევა თუ არ შეახდა სერფინგისტი ის ტალღა ჩაივლის და მე უნდა ელოს ახალ ტალღას ხო ცხოვრებაში ასეა და ის თქვენი ცხოვრების შანსი რომ მოდის თქვენთან ის თუ არ დაინახეთ ფიზიკურად ვერც იმას იზავთ ვერც გამოიყენებთ მაგას და რომ დაინახო და გამოიყენოთ მე კიდე ცალკე გამოცდილება გინდათ რომ გამოყენე ან დაჭერილი მომენტის მე შეიძლება ვერ გაართვა თავი იმიტომ რომ რაღაცა შეცდეთ რაღაცაში როგორც ხდება ხოლმე ყოველთვის პირველად ვიღაცას რაღაცა მიეცა და დაიწყო და всё აშენდა ასეთი მე არც გამიგია არც წამიკითხავს და არც ვიცნობ ყველა ვისაც მე ვიცნობ ყველას ჰქონდა უამრავი რაც მე ვიცი და ღმერთმაიც კიდე რამდენი რამე იყო ეხა ყველაფერს შეხო არ მოგიყვებიან რა მე რაც ვიცი უამრავი სირთულე ქონდათ გადალახული უამრავი რისკები ხანდიხან თავისი მთელი თავისი ოჯახის ის დაუდია და თავისი ის დაუდია სასწორზე რომ აი ტკიპზე გასულა ტიპი იმხელა რაღაცა გაურისკია და გამართლებია ყოფილა შემთხვევა რომ არ გამართლებია და მაგალითად ერთ ადამიანს ვისნობ რომელიც ორი ოჯახი ცხოვრობდნენ ერთ სახლში სადაც ის ქონდათ აქ ბოქლონზე ქონდათ კარები და რაღაცა ფული გამოიმუშავეს და ამ ფული დადიოდნენ ტიპები და ერთხელ წავიდა თურმე იმაში რა ქვია სადღაც ბაზრობაზე ყიდულობდითო მაშინ დასაწყისო ეხა კი Range Rover და იმი დადის მაგრამ ეს ფულიო რომ ამოვიღეო და ეს წასული რომ ჩავადევიო მანქანაში რომ მოვედიო ლილოს ბაზრობაზე ვიყავიო წარმოედგინე ტიპი რა დრო ინდივიდუალ ამბავს ხდება იქ რო ვიყავიო ეს ფულიო დამრჩაო ჩემი და იმ ფაქტმა დამარტყაო ცოლ მომთრაო ფული შენ გაქო არაო შენ არ წამოგიღიაო მე უთხარი არაო და აუ ბიჭო და წავედითო რაღაცა და მივედით და კაკრას ის ტიპიო იმაშებოდაო რა ქვია ჩითავდაო რა ესე ვთქვათ და რომ მივედითო აგერო თქვენი ფულიო ეხა ვნახეო შემთხვევით თანხლები და რაღაცები დაუყრია და შენ მე ვნახია და დაგვიბრუნაო და აი ამოვისუნთქეთ რომ ეხა იმ კაცის ის ფული რო არ დაებრუნებინათ იქ იმ მომენტში ხო შეიძლება მეკო ვეღარც ამოეთქვა მე რესული ხო ხვდებით მაგრამ დღეს ფაქტია რომ რამდენიმე კომპანიის პატრონია და რა ვიცი კაი მანქანების ყავს და კაი ცხოვრებაც აქვს ასე ჩვენი გადმოსახედიდან გამომდინარე რომ თვითონაც თქვენ თუ გონიათ რომ მათ პრობლემები არ აქვს იმიტომ რომ მაგ პრობლემებზეც ლაპარაკობდნენ ხოლმე არა ეგრე არ არის მეგობრებო მათაც აქვს პრობლემები მაგრამ როგორც გეუბნებით ეხლა Range Rover-ში ვიждე და პრობლემას ბრძოლო მირჩევნია ტრაილერში ვიждე ხო ხვდებით ან რაღაცა იახტაზე ვიყო და დეპრესიაში ვიყო ვიდრე იმაში ვიყო რა ქვია სადღაც ერთოთახიან ხრუშოვის ბინაში ვიждე და იქ ვიყო დეპრესიაში ხო ხვდებით ყველაფერს განსხვავება აქვს თუ ვიღაცა ფიქრობს რომ აი ეხა მე ტრაილერზე წავალ ან ტრაილერზე არა მაგრამ აი ეხა მე იმას 500 ევროს ვიშოვი და 10000 ვიშოვი და всё არაფერი არ დამთავრდება მეგობრებო ცხოვრებაში არასდროს არ დამთავრდება პრობლემები ამ ცხოვრებაში პრობლემების გარეშე თქვენ ვერ იცხოვრებთ უბრალოდ ამ პრობლემების გამკლავებაში უნდა დავამუღამოთ ეს ცხოვრება ზოგადად მთელი ცხოვრება არის მეგობრებო მთელი ერთი დისკომფორტი თვითონ ადამიანი რო იბადება ევოლუციაც კი დისკომფორტია ხო ხვდები ანუ შვილი რო იბადება შვილი წუხს დედა წუხს ტკივილს განიცდის ორივე იმიტომ რომ ის შვილი 9 თვე ის და მუცელში სიბნელე იყო რაღაც სველი გარემო იყო ასე რომ ვთქვათ თავისთვის ის კაი პონჩია რა და მე უცებ დგება რაღაცა და რაღაცა ხდება რაღაცა ამ სითხეში რო არის ეს სითხე აღარ გამოიცლება ხელიდან წარმოიდგინეთ და რაღაცა გადის რაღაც სხვაგან ჰაერში და სინათლეზე და მოკლედ მაგარში გზნობს ბავშვი რო იბადება მაგ დროს ხო და ეგეც ტკივილში და ეგეც შიშია და დედას ამ დროს როგორ ტკივილს გზნობს ხო და მთელი ცხოვრება ზუსტად ესეა მეგობრებო მაგრამ რო დაიბადება მე მოდის სიხარული ხო ან ნახეთ ამ ცხოვრებაში უნდა შევეჩვიოთ დისკომფორტში ცხოვრებას კომფორტულად რაღაც ასე აბდაუბდა გამოდის ერთი სიტყვით მაგრამ ასეა მეგობრებო იმ წარმატებას ახსოვს ის, ვინც ბევრი წარმატებლობა უკვე ნახა, ეს ჩვენ ვეძახით წარმატებლობას, თორე ის ადამიანი იმას გამოცდილებას ეძახის, ხვდებით? ხო და. ამიტომ ცოტა სხვა რაღაცებზე უნდა დაუმუღამოთ, რა და ამ სხვა რაღაცებზე ხა შენ დაჯექი და იფიქრე იმაზე 1000 ლარი რო გაქვს ხელფასი და 1500 რო გაქვს გასავალი. დაჯექი და იფიქრე ხა მანდ როგორ უნდა იმას აქ და მე მოვედი აქ. სავარაუდოდ ეს არის ჩემი შესასვლელი. და გავხედოთ ახლა აქ რა ხდება, ვიზიტორი აქით. დიდი მანქანები აქით. ანუ ვიზიტორები ძირითადად ეს პატარა მანქანის ისინი არიან რა. ნუ და ეხლა აქ რა ხდება ვნახოთ. აზე რა ხდება. რაღაცა იქითო, ან რაღაცა თუ აქ ვერ გებულობ რა წერია.
ამენადა ჩეკინ, აი ჩეკინ დრაივერი ეგერ ვიპოვე. მეგობრებო. ჩეკინი, რეცეპშენი, მიმღები, რა ვიცი, ეგეთი რამები აგერაა და მოდი ხა აგერ მივაჩერებ, აგერ აწერია კიდევ დრაივერ რაღაცას გემათ აწერი. ყოველთვის იქნება რაღაც გავსი ადგილი, მოკლედ და მოვძებნით რა. აა ბატონო. ნუ ჟილეტი ჩავიცვით, ეს ადერებით ჩავიცვით. და შევედით ოფისში. აი აგერ აწერია მეგობრებო, ჩეკინ დრაივერი ან ზღოლები ვინც არის ის. აგერ წერია ყველაფერი. დაველოდებით ეხლა მოვაყევათ. ეხლა მოვარევ ეხლა მეორე მხარეს 29 რამპაო და სემერი მანდ მიაწოდეო. წავით. ხო მოვლი ეხლა და ნახეთ მეგობრებო ამ პატარა ნავიგაციას, როცა ესე ბევრ მარშრუტს ააწყობ. როცა მიხვალთ ხოლმე მე სლედუში მარშრუტს დათანხმება უნდა. იმ მეორეს არ ჭირდება, მაგრამ ამას ჭირდება ხოლმე. 29 რაღაც იმის ბოლოში იქნება ეხლა. და მოვედი აგერ 32 ის არის. 28 ეგერა, 29 კი არა 28 უბრალოდ. 28 ეგერა მელოდება კიდევ ასპაგროჩი ხელი დამის. აჰა, გვერდიდან უნდა დამცალოს როგორც ჩანს. კაი, ნახოთ. აი, დავაყენოთ მეგობრებო ისევე, ქვევით ჩამოვიდეთ, ქვევით ავტომობილს ვეძებ, ვოდ ავტომობილი. ქვევით, პაგრუსკა, რაზგრუსკა. არ ჩანს ამაზე დავადე პაგრუსკა. აი, ხელახლავი დავნახეთ. ისე ვაყენებ დაცლაზე, ქვევით, კიდე ქვევით, ვოდ ავტომობილი ოკეი, ქვევით, პაგრუსკა, რაზგრუსკა, ოკეი, პაგრუსკა არ გვინდა, რაზგრუსკა. ველოდებით, ოკეის მერე. უკან და ჩაკუჩებს. всё, დავით. პაგრუსკა მეორე იმას საკნათ. მარტო ეს ჩამოიღო ეხლა აქ ანუ ესეც როგორ არის ცუდათაა განაწილებული რა მაგრამ აი მეორე ჯერ მაქვს მართლა ამ სამსახურში პირველად რა სიზო არ ავშოს დავკეტე ეხლა ეს ეხლა ამას დავკეტა პრაგით ეხლა ამათ მოკლედ ეს დავიცალე მეგობრებო და ეხლა თხოვეს ერთ ადგილას შეიარეო და იქ უნდა შევიარო მოკლედ ამიტომ ეხლა ამას წაუშლი აქედან საერთოდ ვიცის მიცემ და აქ ჩაულებრივად პრამეჟდგას დავაყოლებ ანუ დავსვით ქვევი დავატეკით იმ სამ რაღაცას პრამეჟდგა და კიდე ერთ პრამეჟდგას დაусმევ ეხლა ამას მე კოორდინატებში შევედით უკან 51.12 ჩემ შემთხვევაში 933 აქ მეგობრებო შეიძლება 5 ციფრი იყოს შეიძლება 6 და შეიძლება 4-იც უბრალოდ ის შესაძლებელი თუ არის მაგალითად აი აქ და 4 ციფრს დაწერთ შეიძლება დასვას აგერ ანუ ეს არის გზა ვთქვათ ხო ეს არის ვთქვათ გზა ეს 5 და 4 კოორდინატი რას ნიშნავს იცით რომ რაც მეტ კოორდინატებს წერთ მით უფრო ზუსტია რა ხვდებით ხო კონკრეტულ წერტილს შეიძლება 7 ციფრი დაწერო და გაარტყა და 4 ციფრი შეიძლება აქ დასვას მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ეს და იგივეა ესე იგი 12.33 ეს დავეთანხმეთ ამას ოკეი გამო 3 წერტილი 800 100 ის 10 უბრალოდ გადავამოწმოთ 51.12 კი ბატონო 3 წერტილი 800 კი ბატონო წავიდა აქაც და წავიდა აქაც ეხლა შევიყვან ამას აქაც იქ მხოლოდ ოკეები მეტი არაფერი არ უნდა როგორც ვიდეოში გითხარით გადავა. მოკლედ ამას ყველაფერს წაუშვი ხა და მარტო ერთ კოორდინატებს მივცემ მოკლედ ახლა. ესე იგი 51 ამ ბაზაზე ვარ ნამყოფი. ერთი რუმინელი გოგო მუშაობს. დანგრეული რუსულად შეიძლება ხელფეხით ლაპარაკი. და თუ დრო მექნა აბანოც არის მან. ნორმალური აბანოა. შეიძლება იმას ვთქვათ, ეს გამოვტოვოთ ჯიგარო 3 წერტილი 800 10
რაღაც 80-90 კილომეტრია, როგორც ვიცი და ინტერნეტი არ გაზიარებული ამას. ხო, მოკლედ ინტერნეტი გაუზიარე და მოვიდა ეხლა ამაშიც. კაი, აქაც მივიცი. წინა ვიდეოში მე მგონი ვერ გითხარით, მაგრამ ნახეთ, შეგიძლიათ აქ აი ამ სამ ჯობს დააწვეთ. ობზორ ო მარშრუტეში შეხვიდეთ, სპრავკა ო მარშრუტეში და ნახოთ, აგერ პირველი ჩემი დროს შესაძლოა 82 კილომეტრი მაქვს მაქამდე. შემდეგ 154 კილომეტრი მეორემდე და შემდეგ მესამე იმამდე. ანუ გიჩვენებთ რა, ავტობანები უნდა ვიარო, ეხლა ეს ავტობანებს ნიშნავს, ეხლა ანუ პირველი 82 კილომეტრი, მეორე 154 კილომეტრი ამ დროშამდე და მესამე უკვე 254 კილომეტრი. ანუ ეს გიჩვენებთ მარშრუტებს, აქ თუ სოფელში ან უნდა გადახვიდეთ, ამ ავტობანების ზნაკს არ დახატავს, სხვა რაღაცას დახატავს. და ზოგადად ობზორო მარშრუტებს შეგიძლიათ ასევე აქ შეგიძლიათ. ეხლა მე არ გადავდივარ ამ შემთხვევაში ბელგიაში, მაგრამ რო გავდივოდი ჰოლანდიაში, დამიწერთ აქ თქვა, პაგრანიჩი პერეხოთ ჰოლანდია, რამდენიც არის და გეცოდნებათ ეხლა 82 კილომეტრი მაქვს დასვლამდე, შეიძლება 50 კილომეტრში საზღვარი გიწევდეთ გადასვლა. ანუ რაღაც ინფორმაციას აქედანაც მიიღებთ მოკლედ. კაი, წავედით ახლა ჩვენ. ჩავაგდეთ სიჩქარეში და ჩემ შემთხვევაში რუშნოის თავისით მოხსნის. ცოტა პერეკოსია ეხლა გადასასვლელად და აქ ცოტა ისე გადავიდეთ ხოლმე ნელა, იმიტომ რომ და მოხრევსაც ვერიდოთ ხოლმე ეგეთ ადგილებში, იმიტომ რომ პრინციპი რომ დავაქვევით შეიძლება იქ რაღაცას მოძდოს, ეხლა ძალიან ასე არ არის გათვლილი ეს პრინციპები რა. და ამიტომ პერეკოსებში ვერიდოთ ხოლმე, განსაკუთრებით რამპებია ზოგი შესასვლელი და თუ ჩადიხართ პირდაპირ ჩადით, მაგრამ თუ ესე გადაიხარეთ ხო, მანქანა და მე ესე მიხვამოხვევები აღარ დაიწყოთ ხოლმე. მოუდია ბიჭებს რაღაცები რამას გაღუნა ერთმა ეგრე. ჩვენს კომპანიაში გაღუნა რამას ფათაშორის ხო. აი წავედით ახლა ჩვენ გავაგზავნოთ გზა. ეს ფურგუნი ემები მაგრა ევასებათ აქ და ზოგადად ფურგუნი AMG-ს და ასე შემდეგ. ძალიან ბევრს ყავს ეხლა გუშინაც ეგერ ფურგუნი M5-ით მოვიდა ახალგაზრდა ბიჭი, აგერ ფურგუნი M3 და რაღაცნაირად ჩემი თვალით მიიჩვია უკვე და მე მაინც ალბათ სედანს ავირჩევ რამე საქმეზე რომ მიდგეს. რომ ერთმა მაყიდინოს ხო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ფურგუნები ძალიან მომწონს აქ, იმიტომ რომ აქ იმდენაირი არჩევანია, რომ რაღაცნაირი სხვანაირია. და ზოგადად აქ თუ დააკვირდებით მეგობრებო, სედან მანქანას თითქმის ვერ ნახავთ. აი უბრალოდ დააკვირდით სედანს თუ ნახავთ აქ, აი იშვიათად აგერ ერთი სედანი, აი რამდენი ჰეჯბეკიან ფურგუნია, ხო? აი ახალი მეხუთე სერია, ესეც ფურგუნი რა თქმა უნდა. მეორე სერიებია ბევრი, ესეც ფურგუნი, ჰეჯბეკი უფრო სწორედ. ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ აქ. იმას თვითონ აი მანქანა პროსტა იმიტომ კი არ ყავთ რომ მანქანა ყავდეთ, ანუ დანიშნულების სამებრ ყიდულობენ აქ მანქანებს. და მაგიტომაც ყავთ ეს დიდი საბარგულები და დიდი იმითი მანქანები და თითქმის ყველას აქ მისაბმელი და აქ მისაბმელს ნახავთ მეგობრებო, როგორც იმაზე რა ქვია, Range Rover-ზე, Porsche-ზე, რაღაცა ყველაფერზე ნახავთ მისაბმელს და ხო არ გონიათ რამე ან მოტოციკლეტი მიყავდეს ან წყლის წასვლა. შეიძლება რაღაცა Porsche-ს ან Range Rover-ს ამდენჯერ მინახია, გამობული ქონდეს და ამე ტრაქტორს მიათრევდეს, პატარა ტრაქტორს ან რაღაცას. არ ვიცი ხა ეგ მანქანები მაგას როგორ იტანენ, მაგრამ მე რა ფაქტია, ბევრი მინახია ძალიან. პანამერაზე მინახე, ბენტლიზე მინახია, გამობული ქონდა ტიპს და ნუ царიელ პრინციპს მიათრევ და არ ვიცი რა უნდა წაიღო, მაგრამ ხა არც მოტოციკლეთის პრინციპი ეგ არ იყო და არც იმის პრინციპი ეგ არ იყო და ეგეთი უცნაურებიც არიან, მაგრამ აქ მანქანას ყიდულობენ რომ იკაიფონ თვითონ და არა რომ ვიღაცასთან კარგად გამოჩნდნენ. რა თქმა უნდა ეგეთებიც არიან, მაგრამ უმეტესად ეხა ეგ რასაც უყურებ გზებზე ეგეთი სასტავი მოძრაობს, რომ მანქანა უნდათ, იმიტომ რომ უბრალოდ ჭირდებათ რაღაცისთვის. აი ხა ახალი X5-ია ეს რესტაილინგი. აი წავა ხა გამოწოს პროცესებს და ჩაიბავს რაღაც ეგეთ პატარა, ეგეც არა, ანუ პატარა ტრაქტორები რომ მაგას წაათრევს ან რაღაცას. რავი, რაღაცებს დაათრევენ ხოლმე, ნო. აი მეგობრებო, Tesla-ს მიყავს ის რა ქვია. მისაბმელი, რომელსაც ხა წავა რაღაც მანქანას დაიდებს და წამოიღებს. არა და Tesla-ს ხა რომ ნახოთ, იმაში არ უწერია რა.
წარმოებელს ეგრე უწერია, რომ ამაზე ჩაბმა საერთოდ არ შეიძლება მისაბმელი თუ აქვს, იმიტომ რომ ველოსიპედის რაღაცები გააკეთო, თორე ეს საერთოდ არ გათვალისწინებული, მაგრამ აქ ხო გეუბნებით S-Class, Bentley-ს და ყველაფერს ნახავთ, რომ მისაბმელს დაათრევს. ეხლა ეს აშკარად არის მანქანის ასაღები, ეს ადგება და მანქანას დაიდებს და წაიღებს. სადღაც მიდის, ეხლა რაღაც შეიძლება სპორტული მანქანა წამოიღოს, არ ვიცი, მაგრამ ხშირ შემთხვევაში შეიძლება ძველი მანქანაც მოყავდეს რაღაცა. ვერ გაიგებ, შეიძლება პატარა კუზავიანი მანქანას დააგდოს. ზოგადად ამ მანქანებზეც მოდი ეხლა საცობში ვარ და გეტყვით რა, რომ მანქანის მოვლა ჩვენ სხვანაირად ვიცით მეგობრებო, აქ სხვანაირად იციან. აქ მანქანის მოვლა რას არის, მართლა ეგიციან და ეხლა გეტყვით რას გულისხმობ. საქართველოში ჩვენი მანქანის მოვლა აი რას შემოიფარგლა, ხა ვისაც ახალი მანქანა ყავს, ეს G-კლასები და რაღაცები, კი ბატონო, ცენტში დადიან, მაგრამ რაში შემოიფარგლება ჩვენი მანქანის მოვლა, ანუ თუ სადღაც რაღაცა აკაკუნდა, წავალ გავაკეთებთ, კი ბატონო, ზოგი მაგას არ აკეთებს და ისე ყიდიან მანქანებს, ხო და იტყვიან, რომ აი 3 წელი ყავდა მანქანა და კაპიკი არ დამიხარჯია, მაგრამ ეს კაპიკი რო არ დაგიხარჯია, ეს მანქანა რო გაყიდე, მერე დაიწყებს დახარჯვებს. მაგრამ აქ სხვანაირადაა მე და ჩვენ კიდე რა ვიცით, რომ აი მანქანას გავრეცხავთ, თქვათ, იამაზებ, თქვათ, თუ რამე არის, ფრთხილად გადავიყვან და მანქანას ისევ ხმარობთ ხოლმე ფრთხილად. ეს არის ჩვენი მანქანის მოვლა და აქ სხვანაირადაა და ზოგადად ყველა მწარმოებელს სხვანაირად უწერია, მეგობრებო, ნახეთ. მაგალითად, რავი, რამე ისეთი ავტომატიკა რო ავიღოთ, ეხლა აქ ბევრია მექანიკები, მაგრამ ჩვენთან სულ ავტომატიკებია და ავტომატიკაზე გეტყვით, რომ ანუ ავტომატიკა რო ყიდოთ ვარიატორს, მაგალითად, წარმოებელს უწერია, რომ 60,000-ში გამოცვალე Z, 60 და 80,000 ზოგს 40,000-ში უნდა გამოცვალა. ასევე მაგალითად Honda-ები რო აიღოთ, Honda Fit-ები მოკლედ იყიდიან და ყველას ყავს ეს მანქანა და რავი, მართლა ისე ხმარობენ, მაგრამ Honda Fit 4 იმაში რა ქვია, ყველა 30-40,000-ში სვეჩებს უნდა მეგობრებო შეცვლა. უნდა წარმოებელს უწერია ეგრე რა. ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ეს მანქანაო ძვირი ღირსო და წავალი ახლა ვიყიდო, აქაც ალბათ არიან ეგეთები პეჟერს და რაღაცებს რო ყიდულებენ, მაგრამ იმას სვეჩების გამოსვლა უწერია. თუ არ გამოსვლა სვეჩებს, მე აი Honda-ზე ბევრს გექნებოდათ ალბათ ვისაც ყოლიათ, ძირითადად ის დეტონაცია იცის ხოლმე, რა ქვია, ძრავმა რა. ან ზოგ მანქანაზე, მაგალითად Mazda-ზე სვეჩის პროვოდები ფუჭდება ხოლმე. ან თვითონ ის ჩიბუხები და ეს იმიტომ ხდება, რომ თავის დროზე რო არ იცვლება და ის ხარისხიანი რაც არ დგება, რაც საჭიროა, მაგის გამო მე სხვა რაღაცა გამოდის წყობრიდან. ხო და უამრავი რაღაცეები არის აქ, რასაც ესენი აკეთებენ და ეს მანქანას რო ყიდულობ აქაურ და წიგნი რომ მოყვება ხოლმე, იმ წიგნში ყველაფერს წერენ ხოლმე, იმიტომ რომ მიყვებიან, ანუ მანქანა რო იყიდე და ისეთ მანქანას ჩვენ რო ვეძებთ ხოლმე, რომ აი რა ვიყიდო, ისეთ რომ არ გაფუშტა და Toyota მაგალითად რო ვიცით ხოლმე. იმ Toyota-საც აქვს ის Corolla, აი მაგალითად რო აიღო, ხა მე ყავდა Corolla მაგალითად. Corolla Camry მაგალითად რო აიღოთ, ხო, აი ვირი არ ფუჭდება, კი არ ფუჭდება, მაგრამ ეს მაგასაც კი უწერია იმ ვარიატორში. ესეთი შესვლად ყველა მანქანას რაც უწერია თუ იმას გააკეთეთ, რატოა გერმანული მანქანას რო ყიდულობენ და აი 200-300 გარბენი შეიძლება იყიდო და ჩაიყვან საქართველოში თქვა და მუშაობს რა 1-3 წელი ისე იმაშვებიან რომ პრობლემა არ აქვს მანქანას, იმიტომ რომ აქ ყველაფერს თავის დროზე უკეთებენ და ან მანქანის შენახვა აქ სხვა ხარჯია, ზოგადად დაზღვევა სხვა ხარჯია, აქ სავალდებულოა ყველა მანქანის დაზღვევა და თვითონ შენახვა სხვა ხარჯია. და რა თქმა უნდა წიგნი რომ მოყვება მანქანაზე და ყველაფერი ჩამოწერილი რო აქტივს და ისვეჩები შეცვალა, ზეთი შეცვალა, ამ დროზე შეცვალა, ამ დროს რავში შეცვალა, ფილტრები შეცვალა. ყველაფერს აკეთებენ ესენი აქ ძირითადად არიან რა თქმა უნდა რომ არ აკეთებენ, მით უმეტეს ეს ემიგრანტები თუ ვიღაც ჩამოდიან სხვა ქვეყნებიდან ისინი ეხა ვერ აკეთებენ და მაგნაირ ადამიანისგან მანქანის გაყიდვა უფრო ძნელია ხოლმე რა. სულ რო შენ ყველაფერს უვლიდე და გაიგონ რომ აი არა ხარ აქაური, უკვე გერიდებიან მაინც რომ იმათმა იციან რომ შენ მანქანას ისე არ მოუვლიდი და ვერ მოუვლიდი როგორც ესენი ულიან. რომ მე მანქანები ჩამოყავდა რამოდენიმე წელი რა და ეხლა შინაურები მეუბნებიან რამე ჩამომაყვანე ისეთი რომ აი რაღაც არ გაფუჭდეს. ეგეთი მანქანა არ არსებობს მეგობრებო, ის Toyota-ების ჩვეულებრივად ფუჭდებიან ხოლმე, სხვებთან შედარებით ნაკლებად რა თქმა უნდა, მაგრამ ეხლა 10 წელი მანქანა ყველას უნდა ისე რომ 10 წელს ეხლა საქართველოში არანაირი არ იჩერებს, მაგრამ 5-6 წელი მანქანა იყიდონ რომ კაპიკი არ დახარჯონ და ეგრე არ ხდება სამწუხაროდ. ეგრე ხელს გვიქნებენ ეხლა ფარებს აუნთებს სიგნალს მიცემ. ევასებათ ხოლმე ეს დგომა და ხელების ხდება ეს. ზოგს ბავშვები გამოყავს და რა ვიცი. აი აქ არის მეგობრებო ძალიან ისეთ შესახვევი ბეტონები დევს და ხანდიხან აი მანქანები ეგრევე ახლოს დგანან და ცუდად გადიან ხოლმე აქ რამდენიმეჯერ ნამყოფი ვარ. და ეხლა ნახეთ იმის მისაბმელი არ გამოვიდა, მაგრამ ხანდიხან დიდი მანქანების დგანან აი აგერ ზოგს გადაუცდება იმ შიფრშანზე და ასეთ ადგილებში ცოტა ფრთხილად შეთხოვნე ჯობია გადმოხვიდეთ მეგობრებო, აქ თუ უკან კუდი არ მოიქნიოთ რა. როგორც წესი კუც არ იქნევს, მით უმეტეს ეხლა ჩემი 2 საბურავზე და 3 საბურავზე არ დევს.
მაგრამ ხანდახან ისეთი მომენტია, რომ აი მაგ დროს შეიძლება შეხვიდე და იქ ვიღაც მანქანის რაღაცა გამოიყოლო. თუ მოსახლეებში დამწყებებმა ფრთხილად მეგობრებო. აი ამას ვიზახი მეგობრებო, აი ზოგან შესასვლელი გონია, მაგრამ გამოსასვლელი არის. აი ესეთი კირპიჩები და შესასვლელი ახლა ამას იქით აქ ვარ მე ნამყოფი, აქ აგერ ჩვენი ნიგუს კიდე. ნიგუს. ჩვენები მოდიან ხოლმე აქ ხშირად და რაღაცა ტვირთების გადადება, რაღაცებს ჩალიჩობენ თუში, აპერეცები შეიძლება აქ იყოს ხოლმე. აი ეს რო ბელგიის სასტავი ხა მე რამდენჯერ მოხვდი, მაგრამ აქ მე არ მიწევს ხოლმე ძირითადად აი აქ არის რეცეპშენი ჩვენ შემთხვევაში ის გოგოზის ხოლმე, რა ვიცი, სულ აქ არის გოგოტო. ეხაც ясно ეგარ. აგერ სადმე მანქანას მივაჩერებთ და დაველაპარაკები ხა რაღაცა უნდა დამიმატონ ტვირთს, რომელიც ამ ჩემ მანქანით ვერ გამოატანეს როგორც ჩანს და სხვა მანქანა მოიტანა, ეგ მის რა ქვია ტვირთი რამდენიმე პალეტი არის მე მგონი. და ვნახოთ აბა რა ვიცი. ეს ბელგიის რეისები და ისინი იმიტომ არ მიყვარს ხოლმე. ჩვენ სამსახურში ვძახი ამ ჩემთან ხა ინგლისები არ მომირჩევნია, იქ ეგეთი რამე მსგავსი არაფერი არ ამბობს. ხო და ასე რომ მე ეგ მირჩევნია ხოლმე იქით. აი იყოს აქ. No i te dwie palety jeszcze, nie? Caterpillara muszę mieć. Oricha ma dwie palety dokładnie, do tego to też to wszystko wymienili, nie? Dobra, to ja biorę, tu mam cymerki właśnie od 14, 11 palet, nie? Ma tam A nie 14? 11 palet. აი მეგობრებო, როცა ენა არიცი რას ნიშნავს, ესე იგი, ჩემი თანამშრომელი ხა ჩვენი მანქანით ის მოვიდა, მარტო პოლონურად ლაპარაკობდა, ის გოგო რუმინელია, იქ ვიღაცა იყო ინგლისურად ლაპარაკობდა, მე რავი ყველა ენაზე ვლაპარაკობ, ოღონდ ცოტ-ცოტას ქართულის გარდა. ვერაფერი ვერ გავაგებინეთ, იქ დისპეჩერს დავურეგეთ, აქით იმას, ანუ იმის ტვირთი რაღაცა. ეხა ამ კომპანიას რახან ცოტა ყავს მანქანები, უწევს ხოლმე, რომ რაღაც ტვირთები ერთმანეთს გადაულაგონ და ასეთი ბაზა აქვს. სადაც ჩვენი პარტნიორი კომპანია, ასე ვთქვა და ასეთი ბაზა აქვს, სადაც ერთმანეთს რაღაცას გადავა. ორი პალეტი უნდა ავიღო ხა მაგისგან და 14 ჩემი მაგამ უნდა წაიღოს. რაღაც ასე მოხდა ახლა. აქით ასეა ხოლმე ამ ბელგიის რეისებს და რაღაცებს დიდად მაგიტო არ მიყვარს ამ ჩვენ კომპანიაში, ამ პატარა კომპანიაში. ხო და მოკლედ 20-ზე მეტია დავტანჯეთ ის გოგოს აწყალი. მეოთხე რამბავა მითხრას ხა მე. დავტანჯეთ ის გოგოს აწყალი და რავი, დისპეჩერი და იქით და ფოტოები, შედარებები, მოკლედ 1-10 თავში ხელი შემოერტყა იმ გაჭირებულმა და. მაგრამ ნუ აჰა, იმას ვქენით რა, მოკლედ იმას ვქენით რა, გავერკვიეთ ბოლო და ხელი, ფეხი, თაურით იქ რაღაცა ჩაწოდებებით გავაგებინეთ ერთმანეთს. აი ეს აი როცა ენა არის მეგობრებო, და ხა ვიღაცა მეუნება რომ აი რუსულის თუ არ იცით საერთოდ კატასტროფაა სიმართლე გითხრათ. აი საერთოდ ეხა ეს გოგო ცოტა რუსულს ლაპარაკობდა პლუს რუმინული და მოკლედ 20 ენაზე ლაპარაკობს ეხლა აქ მოკლედ და ბოლოს გაიმარჯვა იმან როგორც იძახიან. აჰა ესე ჩვენი ნიგუს. ეს პოლონელია ინგლისი არ დადის ფეხებზე კიდია ინგლისი არ ვიცი მაგრამ არ უნდა. მაგრამ პოლონელებს სხვა ხელფასი აქვს ხა რა თქმა უნდა ამათ აკაური საბუთები აქვს და სხვა ფულს უხდიან ჩვენ სხვა ფულს გვიხდიან რა თქმა უნდა. და აი მივაყენოთ ხა ეს რამპასი. აი მეგობრებო ხა უწევ პრინციპს თუ იმიტომ რომ დაბალზე იყო წეღანა კიდე დაბალზე არის. აი ხა უწევ ზერო რო არ იცის. ეხლა უბრალოდ მიბჯენილია იქ და ამაზე აწვება და მიხტუნავთ სწორედ. ეხლა შედარებით კაია. როგორც ვინმე შემოვა ეხლა ამადეს უფრო აიწევს კიდე ზევით. აი კოლეგას უფრო ახალი მანქანა ყავს და ეთებული სალონი ძალიან ულის ხოლმე ეს მანქანას. მაგარი კაცი. აჰა ორი ნიგუს.
ჩემი ძველია, ეს ახალი და კიდევ უფრო ახლები ვყავს. გადავტვირთ ერთ-ერთიდან, ეხლა მე დამტვირთავ, ის რა კაცია ველოსიპედზე გადავალ. ეს არის ის რამპა. რა ვარ Toyota ყავს. ახლა გავაჩერე დავიკეთე და უცებ ვიცი რომ აბანო იყო რა და გადავლომინდა, იმიტომ რომ დღესაც საკმაოდ ვიხტუნა, გუშინ საბურავის გამოსვლაზე არ დამჭირებია. ამდენი ის აქ რო დამჭირდა. ესეთ ის არის მოკლედ აქ. და თუშიც არა ხთა ჯოგი. დიდი სიტყვა წავარა. ხო, მოკლედ უცებ დავიბანე და წავედი ახლა შემდეგ დასლაზე. რომელსაც იმედია მივასწრებ. პროფესორ დღეს კი მივასწრებ, მაგრამ აი მეორე დაცლას კიდე მეორე მაგ და იმაგას მივასწრებ თუ არა, ეგ უკვე არ ვიცი. არ ამგონია ყოველ შემთხვევაში. წავედით ჩვენ იმაზე დასლაზე ახლა მოკლედ. გადარი თორე გადაგი. წყერია თუ რა არის, ხილა იყო, წყერი არის, დიდი იყო. მართლა მეგობრებო, დამტენი აინტერესებდა კიდე ვიღაცებს, ანუ ჩვეულებრივად დამტენი კი იცი როგორ ტენი, არის 12 ვოლტი და 24 და ასევე ესეთი რაღაცა მაქვს აქ რა. ასევე ესეთი გადამყვანი მანდ ჩაშენებული ჩათვალეთ, საიდანაც აიღეთ ტენი 220 ვოლტზე ჩვეულებრივად, თუმცა დიდი სასურველი არ არის ეგ. ბევრი დატენვა ეგ აფუჭებს, მაგრამ ან გემზე ვტენი ხოლმე როგორც წესი, ან სახში და ეხა ბევრი ხანი ძლებს ჩემი ლეპტოპი რა, მაგრამ ერთი დამეწვა და ეხლა მეორე ვიყიდე ჩემთვის დაახლოებით 100 ევროს ფარგლებში არის 80 ევრო, 100 ევრო, 120 ევრო გააჩნია. საქართველოსთან უფრო ეფად შეგიძლიათ იყიდოთ და წამოიღოთ. საქართველოში მივეცი მგონი 60 ლარი მაშინ. და კაი ხანი იმუშავა, მე უბრალოდ მეორე მანქანაში ჩავარჯე, რაღაც მანქანა აღარ მახსოვს, ან მანიდან რომ Mercedes-ზე გადავედი, Mercedes-ის ჰქონდა რა ქვია, 24 ვოლტი ჰქონდა და არ დაუკვირვებია რომ შევერთი დაიწვა. თორე ეგეც იმუშავებდა გაიხანა. აი აქ იყო მეგობრებო, თუ არ ვწდები, ძველი სავეცკი რაღაცები გდია რა, Mi 26 არის. აყენია თუ გამოჩნდა ეხა აქიდან, აბა ვნახოთ. ხო, აი აგერ არის რაფი და რაღაცები აყენია. ერთ-ერთი დიდი ვერტფრენი იყო, ეს აი ნახეთ რაფი. და ნახეთ რა მხელა მახინა 40 მეტრა აქვს სიგრძე და 20 ტონას ეწეოდა ეს შობელძაღლი 1977 წელს იყო გამოშვებული, როგორც ვიცი და ამაზე დიდი იყო კიდე 4 ხრახნიანი, ეგ Mi-12. ეგ არ ვიცი ვაფშე დაფრენა თუ არა, მე მგონი არც დაფრენა, პროსტა გამოუშვეს თუ რამდენიმე ფრენა გააკეთა. აქ სავეცკი რაღაცები გდია, აგერ აქ სპილოს ისინი არის კიდე. ხამე გავიარეთ, მე და ჩემი მეუღლე სპილოები გოგონა სპილოს რა უნდა აქ, მაგრამ იმ ხისგანაა რაღაც და ღამე ისე ჩანდა რა. პირველად რო გავიარეთ.
სულ მან მოხვედრა ერთ ახლოს თუმცა ზოგადად რო ხედავ ხოლმე ეს თვითმფრინავები ან რაღაცადმე თუ აყენია და მან ახლოს უნდა მივიდე სულ მინდა ხოლმე რომ მე ისე გავჩერდე რომ გადავიდე და ვნახო ან 20 საათიანი ან 45 რო გვიწევდა რა და ამ ერთკვირიან რეისებს ისე ეგ მინუსი აქვს რა რომ კი მიდიხარ მოდიხარ სახში ხარ მაგრამ ნუ ეს ბევრს ვეღარ დადიხარ და მე აღარც დავდივარ ხა მარტო მეზარება ეს მარტო სიარული მეუღლესთან გაიყო ან მეგობართან ვიღაცთან ახლა მარტო რო ხარ თან ბევრგან რო ვარ ნამყოფი რამდენიღა უნდა იარო ახლა ხო ნუ ესეთი რაღაცები მოკლედ აქ ვის რა გაინტერესებს რა თვითმფრინავებია მანქანებია თუ გემებია თუ უბრალოდ ტანსაცმლებია თუ რა არის ეგეთი გასართობები მოკლედ აქ ყოველთვის არის და საინტერესო რაღაცა ისეს რომელსაც თქვა ჩვენთან ვერ ნახავ ახლა მე იმ დღეს ვიღაც ბიჭი მწერს წამოსვლა მინდაო და მეთქი რავი პასპორტი ხო გააქვს მე გავშჯებული ხო არ დეპორტი არა ზმაო საერთოდ არა თურქეთში არა ვარ ნამყოფიო საერთოდ არ არის ზოგი ნამყოფი საერთოდ არაა ნამყოფი და აი მე ვფიქრობ მე საერთოდ ვფიქრობ რომ თელს სოფლიოში ერთხელ მაინც უნდა ჩახვიდე ყველგან თელი სოფლიო უნდა დაათვალიერო ჩემი აზრით მაგრამ ახლა მაგას ერთეულები აკეთებენ ხო მაგრამ მაინც ბევრს ნიშნავს და აია რა მაგრამ ასწორებს როცა ამდენ რაღაცას უყურებ მე მოსაბეზრებელია სემად ერთ და იგივე მოსაბეზრებელი ახლა მე რო გამიშვა ჩინეთში ხვალიმაში ზეგიმაში მომავზე ამერიკაში მე კანადაში ხო ესე კაია მაგრამ მარტო ევროპა ახლა ერთ და იგივე ევროპაში საერთოდ რა თქმა უნდა ადგილებს სადაც არ ყოფილვარ ჯერ კიდევ მაგრამ სადაც არ გვიწევს ფიზიკურად ამ ტრაილერით რეისები მაგრამ ну მაინც დაასწორებს აი რაღაცნაირი შეგრძნება რა მაგარია რომ ამდენ ადგილას რო ხარ ამდენჯერ ნამყოფი და თან ცოტა თუ ხარ ესეთი ტიპი რომ მოგზაურობ რაღაცაში გირჩევნია რაღაც დრო გამოყო და ფულიც გამოყო და თან ამასაც ახორციელებ უბრალოდ ესე თვალიერებას არ გულისხმობ მეგობრებო ეს არაფერი არ არის ხა და გარჩევ დაჟე ქალაქში რო გავიარო მაგალითად ჩვენ მქონდა რეისი რომ სულ ყოველთვის პარიზი უნდა გაგულო გამოგველო მაგრამ ეხლა ეგ რა პარიზის ნახვა ეგეც ნახვა არის კი ბატონო რომ მიდიხარ და ამდენ რაღაცას ქალაქში გადიხარ წარმოიდგინეთ მაგრამ ეგ ნახვა არ არის ხა მაგას ნახვას არ ვეძახი მაგრამ ნახვას ვეძახი რომ გააჩერებ მანგანს და მინიმუმ ერთი დღე მაინც ან ორი დღე მაინც დაბოდიალობ და ფულს რო ხარჯავ და ხან იქ რო ხარ რა ამიტომ ვიზახი ახალგაზრდებისთვის უფრო არის ეს აი სანამ დაოჯახდებიან მანამდე ახალ დაოჯახებულები ხა ჩვენთან მუშაობენ მაგ კომპანიაში ახალგაზრდა ცოლ-ქმარი 22 წლისები არიან და ბავშვი არ ყავს ჯერ და მაგ ხრივ პლუსი აქვს ძალიან ეხლა მე ბავშვები მაგალითად ბავშვების გამო ბევრ რაღაცას ვეღარ ვაკეთებ ხო მით უმეტეს საზღვარგარეთ საქართველოს კიდე დაუტოვებ ვიღაც საზღვარგარეთ ვის უნდა დაუტოვო ხო და აი მარტო რო არის ბიჭი ან ცოლ-ქმარი ან ძმები ან ჩემი მისი არ იყოს ეხლა ძმები არიან სახლში ზიან ყველა კი რაღაცას მას აკეთებენ მაგრამ ისეც არაფერს და აი მან ბევრისთვის უფრო მეტად ნაყოფიერი იქნება ეს სამსახური ვიდრე ნებისმიერ თუმცა ვიზახი რომ ნებისმიერი მუშავებს აქ ნებისმიერი მუშავებს მაგრამ არიან ადამიანები რომლებსაც აი უფრო მეტი შედეგი ექნება აი ნებისმიერი რომ წამოვიდეს და ვიღაც კატეგორია ადამიანს რომ წამოვიდეს ეს ბევრად უფრო იმას იზავს რა ქვია ბევრად უფრო დაეთყობა ან ზოგ კატეგორიას ვიდრე პროსტა ისე რომ წამოვიდა მოდი მუშაობ და მეტი არაფერი ну Антверპენი და საცობის გარეშე აი ამორიცხულია თუ ღამე ხარ თორე ისე Антверპენი და საცობის გარეშე ისევე როგორც გერმანიას ვერ გაივლი საცობის გარეშე დღე Антверპენსაც ვერ გაივლი საცობის გარეშე დღე რაც მე არ მაწყობს იმიტომ რომ სულ 9 კილომეტრი დამჭა და 9 საათი ან 5:30-ზე მივალ ეხა ესე და 5:30-ზე ვერ მივალ როგორ მივალ რა ვიტო და შეიძლება გადაიდოს ეხა მაგის გამო დაცლა ეგ ცუდია ჩემთვის აი რატოა დღიური ხანაზღაურება კაი რომ თუ არს გადაიდება და საერთოდ არ დარდობ მაგაზე თვითონ ისია მოწყობილი ყველაფერი რომ აი ხა მე დღეს 4 დაცლა რომ მქონდა და ეს 4 დაცლა რომ მინდოდა რომ დღეს გამეკეთებინა რასაც მე 4-ს სავარაუდოდ ვერ გავაკეთებ იმიტომ რომ მე 5 კიდე დამემატეს დილით ხო ვიყავი პირველზე მე მეორე ერთი პალეტი ხო ჩამოიღეს მე ხო შემატარეს სადღაც ამ 5 დაცლაზე იმ კომპანიაში ესე ერთი დღე არ გათვლიან არასდროს გამორიცხულია 5 დაცლა ერთი მასში უბრალოდ 2 დაცლა ერთი გადავტვირთვა და მე დაცლა მაგაში გათვლიდან მინიმუმ 2 დღეს ხო და აი მაგას ეგ პლუსებია ხა ეს პატარა კომპანია კი კაია რაღაცა
ყველა ისე კარგად ვართ რაღაცა, მაგრამ სხვა მინუსები აქვს ბევრი, პატარ-პატარა, მაგრამ ბევრი სხვა მინუსი აქვს ძალიან და დიდ კომპანიას ეგ პლუსი აქვს რა. სტაბილურ კომპანიას ვიძახი დაალაგებულ კომპანიას, თორე დიდ კომპანიებშიც არის გაცვარეულობები. 10,000 მანქანა რა ყავს, ეხლა შე როგორ გინდა ეგენი ყველაფერი აკონტროლ, სადღაც რამდენი შეცდომა იქნება, ხო და ჩვენ კომპანიაშია, აგერ რამდენი შეცდომა ხარ დღეს ერთი ახალი დისპეჩერის გამო რამდენი იმავს ქენით, რამდენმა ადამიანმა ვიწვალეთ, წარმოიდგინეთ. ხო და აქ რა ყველას პლუსები და მინუსები. უბრალოდ ამ ეტაპზე მე ჩემ ცხოვრებას ეს მინუსები ვარჩიე, თორე უმინუსო სამსახური და უმინუსო კომპანია არ არსებობს, მეგობრებო, უბრალოდ მე ამ ეტაპზე ეს მოვარგებ. პირველ კომპანიაში რომ მუშაობდა მეუღლე რო ჩამოვიდა, იმ კომპანიაში მაგალითად 1200 ევროს მიცემდნენ მაშინ ჩემს მეუღლეს სტაჟირებაზე, როცა აქ 60 евро იყო მაშინ და 1800 евро სტაჟირებაზე უხდიდნენ. და თან პლუს ამ კომპანიაში პოზნანში იყო ის რა ქვია და ვიცოდი რომ აი პოზნანიდან უნდა ჩავსულიყავი ოფისში და პოზნანში დავსახლდი ასე რომ ვთქვა და იმ კომპანიაში ვერ გაიგებდი რა შეიძლება ხან გერმანიაში გაიშვით ხან იმაში ანუ მაშინ მარტო რომ ჩამოვედი ემა კომპანიაში დავიწყე მე ჩემ ცხოვრებას ასე აწყობდა ამ კომპანიაში გადავედი ახლა ერთ კვირა აწყობს ანუ საბოლოო ჯამში ხა კარგად რომ დათვალოთ სიმართლე გითხრათ ხო საბოლოო ჯამში ეს კომპანია ამ კომპანიას უფრო მეტი მინუსი აქვს, უფრო მეტი კი არა, ბევრად მეტი მინუსი აქვს, ვიდრე იმ კომპანიას, იმიტომ რომ იმ კომპანიაში არა რაღაც მინუსები, მაგრამ ცოტა საერთო ჯამში რო გადახედოთ, მაგრამ ამ შემთხვევაში რახან ერთკვირიანი და სახში ყოფნა მინდა, აი ამ სხვა მინუსებს სასწორზე რო დავდო, მაინც ის სახში ყოფნა მირჩენია კვირაში ორჯერ, ხო ხვდებით, თორე რეალურად ეს კომპანია იმას არაფრით არ ჯობია. აქვს რაღაც პლუსები კი უფრო პატარა, ყველა ერთმანეთს რაღაცა ვიცი თქვათ, უფროსთან და ყველასთან შეხება გაქვს ერთი-ერთში და სხვანაირი სიტუაცია, ურთიერთობა სხვანაირია, მაგრამ და თქვათ კიდე ეს სახში რო ხარ და კიდე რამოდენიმე პლუსი თქვათ, მაგრამ საბოლოო ჯამში ამას ბევრად მეტი მინუსები აქვს ამ კომპანიას, აი ბევრად. ამიტომ ვიძახი ვიღაცა როცა თქვათ არ აწყობს ან აი კაი ან აქ ის იმ მომენტში იმ ადამიანს იქ აწყობს და იქ იმ გადმოსახედიდან ხედავს, ხვდებით? ჩემები, ეხა ჩემი ძმაკაცები აქ მისმუშაობენ, არც ერთს არ ყავს აქ ცოლ-შვილი წამოყვანილი საქართველოში არიან, დადიან საქართველოში. საერთოდ არც ერთს არაფერში არ აინტერესებს, ეხა ერთკვირიანი რეისები სახში რო იყვნენ, იმიტომ რომ დამატებით ეხა მაგალითად ეს კიდევ ვიმეორებ მინუსია, ხო ხვდებით? ანუ ორი დღე უნდა იყო პოლონეთში და რა უნდა აკეთოს ორი დღე პოლონეთში, ან სახლი უნდა იქნება, მაგრამ დამატებითი ხარჯია მაგათთვის, ხო? მაგრამ ჩემთვის ძალიან დიდი პლუსია. ამიტომ ვიზახი კომპანიას როცა ნახავთ, გინდა ჩვენთან წამოდგინა სხვაგან წადით, ანუ ყველგან იქნება მინუსები, რო იცოდეთ, ყველგან, აბსოლუტურად ყველგან. უბრალოდ შეეცადეთ მოძებნოთ კომპანია, რომელსაც ცოტა მინუსები ექნება და ეს მინუსები უბრალოდ იმ პერიოდში, იმ მდგომარეობიდან გამომდინარე თქვენს ცხოვრებას მოარგეთ. შეიძლება ამ კომპანიას 3 მინუსი ქონდეს, ამას 7 და 3 მინუსიან კომპანიაში წახვიდეთ და ვაფშე არ იგზნოთ თავი კარგად. იმიტომ რომ ის თქვენ არ გაწყობთ რა. ხარი მაგალითად ვინ საქართველოში დაფრინავენ ბიჭები იგივე ჩემი მეგობარი მაგალითად ისა აქ რა ქვია 200 კილომეტრია იმინდა რა ქვია დედაქალაქი თვითფრინავიდან რა და ეხა 200 კილომეტრი იქიდან იქ წადი ხო ხვდები სხვადასხვა ნიუანსებია მოკლედ და ყველაფერი გასათვალისწინებელია და პირდაპირ ასე ხარ რო გითხრათ რომ აი ჩამოვა ვიღაცა გინდა ჩემთან გინდა სხვასთან გინდა დამოუკიდებლად და აი ესე გაარტყავს ხო არა მაინც უნდა ცადოთ ხოლმე ხო ხვდებით მეგობრებო მაინც უნდა ცადოთ და მე ერთი კომპანია მეორე და მესამეს უკვე ბოლო-ბოლო ისეც მოძებნით სიტყვაზე ვიძახი ყველაზე სულ შემთხვევაში რომ უკვე აღარ გექნებათ ისეთი რაღაც ფიქრები და ისინი რომ უკვე თქვენზე მოირგებთ იმ კომპანიას აარჩევთ რა მაგრამ ეგეთი მაგნე რაღაცები რო გაიგოთ უნდა იმუშაოთ იმ კომპანიაში ან ცოტა ისეთი უნდა იყოს ვიღაცა ხა ჩემს კომპანიაში ჩემს მეგობარს რო დაურეკოთ და რო კითხოთ იმის ნახევარს რო მოგიყვებათ რაც მე ვიცი იმიტომ რომ ის მარტო ერთ რეისზე დაძეს და სხვაგან არ დადის რა აქედან გამომდინარე იმ ადამიანსაც გააჩნია ვინც იქ მუშაობს ხვდებით ანუ რამდენად ბევრ რაღაცასთან ქონდა შეხება რამდენად შეუძლია ბევრი ინფორმაცია გადმოგცეთ კომპანიაზე თორე ხა ინფორმაცია მასაც აქვს რა თქმა უნდა მაგრამ საერთოდ არც იმა მაგალითად მაცივარზე მუშაობა რა და შვეიცარიაში არ ყოფილა და ინგლისში არ ყოფილა და არც გემზე დადის პრინციპში მატარებელი საერთოდ არც რა არის და ასე შემდეგ რა მარტო ჩამოვა და დადის იმაზე რა ქვია გერმანია შვედეთი всё მეტი არსად არ მუშავია და არც
გააჩნია რა, ანუ ვიღაცამ შეიძლება გითხრათ, რომ აა ჩვენთან იცი რა ესეა, მეორემ შეიძლება გითხრათ და დაგისაბუთოთ რატოა ესე ან რატო არ არის ესე. ყველაფერი სხვადასხვა რამეზეა მომეგობრებო დამოკიდებული მოკლედ. ძალიან ბევრ რამეზე, ძალიან ბევრ რამეზე. ასე ხდება ხოლმე. ეს ნიშნავს ეს ნაკი გვირაბი რო არის იმისი ადერით რო არ შეიძლება გასვლა ანუ CE-A და რაღაცები ახატია ხოლმე ესე ნარინჯისფერი ისა დიდი მანქანა ახატია ნარინჯისფერი ტაბლოა ამიტომ ვფიქრობ რომ ADR-ის და ტახოგრაფის გავლა საქართველოს ჯობია მაინც იმიტომ რომ ძალიან ბევრ რაღაცას გაიგებთ მანდ რომელიც იდეაში გამოგადგებათ რა და რუსულ ენაზე შეიძლება უბრალოდ ჩაბარებაზე იყო და მოშორებაზე იყოთ რა და იმდენი ვერა და ქართულად ჯობია მე მგონი გავლა ADR-ის და ტახოგრაფის მე რასაც უყურებ ანუ ამ ანტვერპენის საცობის გამო საკმაოდ დავაგვიანე მეგობრებო ანუ 17:30-ზე მიწერდა მისვლას და ეხლა მიწერს 18:11 ანუ 40 წუთია დაახლოებით ამ საცობში დგევარ და იქ რა 40 წუთი კაცო მეტი 17:50-ზე კი არა 16:50-ზე 30-ზე უფრო სწორედ ანუ 5 საათამდე 9 საათი მრჩებოდა რომ მივსულიყავი იქვე იყო ბევრ შორს არ ვიყავი მაგრამ აი ამ გვირაბის გავლა და აი გადაკეტილი იყო გზა და ეგერ მომიწე ხა დატრიალებამ ამის გამო აჰა 6 საათი უკვე ხდება სავარაუდოდ დაკეტილები იქნებიან მაგრამ ნახოთ რა ვიცი ნახოთ ზოგია რომ 7-მდეც მუშაობს მაგრამ ბელგიაში რავი იმდენგანი კეტებიან 4 საათზე რომ არ მგონია 99% არ მგონია რომ დამცალონ დღეს რაც დიდად არ მაწყობდა ეხლა იმიტომ რომ წესით აქ რო დავსულიყავი სხვა გამნაწავსულიყავი და იქ დაველოდებოდი კიდე იქ დიდი არხი არის გემები დაცურავენ მან მქონა შერჩეული ადგილი მან რაღაც ვერ მოვასწრებდი ეხლა დღეს მისვლას დასასვლელად მაგრამ იმ არხთან მინდოდა გავჩერებულიყავი ღამე მაგრამ არ გამოვიდა რას ვიზავთ კარგი ანუ მე იმიტომაც გავდივარ მეგობრებო კვირაში 3.5 3.7 3800 კილომეტრს რომ აი ესეთ რაღაცები არ მიწევს რა ესეთ რაღაცები მიწევს ხანდიხან გერმანიაში მაგრამ გერმანიის საცობსაც როგორ შევადრე ამას ხო აქ სულ საცობია და ეხლა იმიტომ რომ აი სადაც საცობია ცენტრი სადაცაა იქ მაგ დაცლა აი წარმოიდგინე აი სადაც ვარ ეხლა ეპიცენტრში საცობის ესე ვთქვათ კილომეტრ 9-ში აქედან დაცლა და ლონდონში შეიძლება ვთქვათ იქ ავტობანზე იქაც საცობია ხოლმე ლონდონის ავტობანი ნუ დღე ანტვერპენი მაინც თუ მიწევს ხოლმე
მაგრამ ისე მიწევს იქიდან რომ მოვდივარ ანტვერპენს ისე დროს გავდივარ რომ ნაკლებადაა ხოლმე საცობი, მაგრამ ასეთ მონაკვეთში თქვენ 3000 და 3500-საც ვერ გაივლით შანსი არა. დღეს რამდენი 297 კილომეტრი გავიარე, დღეს დილის მერე დავდივარ, წარმოიდგინე. ამიტომ ვიღაცამ შეიძლება იფიქროს, რა ამბავიაო, მაგრამ ის რა ამბავია უფრო ადვილია იდეაში, ვიდრე ეს ამ კილომეტრაჟს თუ დავთვლით რა. მე ხა თვეში, ესე იგი, რამდენი 3.5 თითქმის ყოველთვის ამ 3.5 იშვიათად მაქვს, 3 და 4 მქონია, 3 და 3 მქონდა ერთხელ, მაგრამ 3 და 6, 3 და 7 ეს საშუალოდ არის და 4-ს გამივლია ყოფილა შემთხვევა. რეისში ვიძახი რა, სხეში ვერ ჯავტრიალებულ ვარ, მაგრამ რო წავედი და წამოვედი, გაიმაზა იქ რაღაც და მოკლედ 8 დღეში 4000-ს გამივლია და წარმოიდგინეთ რამდენი გამოდის, ანუ 13, ხო, 13-14 გამოდის ჩაულებრივად ყოველთვის. როცა ერთ ეკიპაჟიანზე მე პროსტა მუღამი მქონდა, რომ 10000 უნდა გავიაროთ, ხო, ვერავს ვერ გავიარე 10000 სხვა კომპანიაში, ვერასდროს. ჩემი მაქსიმუმი სიარულით, აი ბიჭებს რო უყურდა ხოლმე 9200, 8700. აი ეს იყო მაქსიმუმ, ეს ვერ ასწრებდი რა ფიზიკურად. მე პროსტა მუღამი მქონდა, მეთქი აი 10 უნდა გავიარე, მე მგონია თქვა, რომ აი ერთხელ 10000 თვეში გავიარე, ვერ გავიარე ვერას და ეხლა ეხლა 12-ს თუ გავივლი, ვიძახი რომ არაფერი გამიკეთებიან. 13-14-ს გავდივარ, ამ 14-ს გავდივარ რა მოკლედ რა. 3.5 და მერე კიდევ ის რა ქვია. მერე კიდე თვეში 4 კვირაზე მეტია ხოლმე ხანდიხან და 2 დღეს ხო რჩება ხოლმე 3 დღე. ხანდიხან ხო არის იგივე თვეები 31 დრო არის. Направо. Ахали маршрут исканут. არა ისინი არა მგონია დღეს რო იყვნენ ხია არა და არ მინდოდა ეხა მე მაგამბავი. მაგრამ რაღაც ასახლებაში მოვედი და კი გავივლი აქ, ნახე რა გაისახლები. კი მოვივლი აქ აურობას დღეს, ეგ პლუსი მაინც ექნება, მაგრამ სახში მინდოდა რა დაბრუნებულიყავი დროულად თუ ეხლა უკვე ისეთი მომენტია, რომ აი ხვალ თუ დროზე არ დავბრუნდი, შეიძლება მე ღარ მოვასწრო. ნახოთ. აი 7.5 ტონა ეხლა აქით არა ამ დიდს არ გამოვყევი, პატარას გამოვყევი, იმიტომ რომ არ შეიძლებოდა პირდაპირ არაო პროცესში, მაგრამ რამე რო იყოს და ესე თუ წერია 7.5 ტონა არაო და ეხლა დამშა 300 მეტრი წარმოიდგინეთ. ნუ ეგეთ შემთხვევაში არის ხოლმე ხანდიხან რომ არ შეიძლება, მაგრამ იქამდე მისხვალ. ანუ ხანდიხანს დაგსაწერია ხოლმე რომ 300 მეტრია დაცლა, მაგრამ იწერია ის რა ქვია 500 მეტრის მერე აღარ შეიძლება. ეგეთი ზნაკებიც არის აქ და ეხლა აქ სადაა შესასვლელი, მე მწერს რომ აქ შედიო, მაგრამ იქ წერია ეგერ რომ დიდი მანქანები იქ იწადიო ჯიგარო. ამ კომპანიაში მოვდივარ, არ ვიცი რა არის და არა ხალხი ზის, ბიჭო, მოვედი მე მგონი და ხალხი ზის, მუშაობს. Так, вот, да, ой, დიდი მანქანები აგერა ასნაკი. Через 500 метров поверните налево. ეს რა ვარჯიშობს თუ кайფშია თუ რა შევა. კამერა მე ხო არ მადგას, მანდ კი არ არის, ეგ მე მგონი აქ. აი უკან რომ წახვალთ მეგობრებო, მანქანა მდგარა ნახე. აი ხედავთ ხა მოვტეხებ ისები და მანქანა მდგარა მეგობრებო უკან. უკან ეგრე არადოს არ წახვიდეთ, ოდნავ მოტეხეთ პრიცები და იმას იზავს რა ქვია. იმას იზავს გაივლის რა, აი ხედავთ. ამას მოდი მადლობა მოუხადოთ ხო. არც კი არაფერი, მაგრამ აგერ კიდე ველოსიპედი მოვიდა ნახე.
ანუ პირდაპირ არ წახვიდეთ არასდროს, ყოველთვის მოტეხეთ ხოლმე ესე მისადმელი რომ ნახოთ თუ ეხა იყურებოდით, იმიტომ რომ ეხა ისე უცებ გავჩერდი, უკან აღარ შემომიხედია და უკან მანქანა ძალიან ახლოს რომ მოვა, მე არ ჩანს, საერთოდ არაფერი არ ჩანს ამ მანქანაში. და ესე თუ მოტეხავთ ოდნავ, მე უკვე დაინახავთ, ან ცოტა ესე თუ მოტეხავთ და მე უკვე всё ხედავთ რა. და თუ რამედან ნელად დაზადნეთ, რომ იმან მოასწროს უკან ჩაგდება ან სიგნალის მიცემა რაღაცა. ბევრი სიტუაცია ძალიან რა გაისახლია. აქაც ხატია რომ ის არ შეიძლებაო. აგერა ხატია იმ მანქანის შესვლა, იმიტომ რომ მან დიხა და ისო, აი არ მოდოთ ეგეთ რაღაცას. მან დიხა და აღარ არისო გზა დაკეტილიაო, მაგრამ Через 200 метров სავარაუდოდ აი აგერ იქნება ის, აი ეს ოფისი მანდ იქნება რა. დრაივერ რაღაცა აქ, აი აქ უნდა შევიდე. რანაირი ადგილია ეს თო. აი მოდი გავაჩეროთ აგერ და უცებ შევირბინოთ, მაგრამ რაღაც ისეა სიწყნარე არ ამგონია აქ ვინმე იყოს. ვარავინ იქნება. ასაჩერებელი ნახე რამ ხელა კი გავჩერდები, ეგერ გაგრას გავალ მოსახლეობა ვიბოდიალებ, მაგრამ არამედ შემნია დამცალუნე ხლა ამათ, მაგრამ რაშინ არ მომიდი აქ არავინ არა. გამიტყდა, მაგრამ არ ავშოს. აი სხვაგან საჩერის დრაივერ იქითო კაცო. ის სასკიდი აქითა ჩვენ ესე ბიჭო წავედით დროზე. სად უნდა მოვიდე აქ და ისე უნდა მოვუარო ალბათ და სად გავაჩირო მანქანა. კაი შესტომაში შევეცდი ეგ არაფერი. თავარია გამოსავალი იყო თუ დაგცალეს გვეპატიება თუ არა და დავიჟები და დავჩებით აქ. აუყოთ. ვიღაც ხავს ველაპარაკი რა. არ ვარო აქაური ჰოლანდიდან ვარო, მაგრამ ხო ეს დაკეტილია რა მოკლეს. დაიკეტნი. მაგრამ აგერ ამოსახლეობაში გავიჩნდე. ავალ ხა მივაჩერე ჩემ მანქანას და close. Hello, you are closed, yes? Yes, What time do you open tomorrow? 8 o'clock. 8. And the reception is here, yes? Yes, that's correct. Okay, thank you. Thank you. Can I stay there tonight? Yes. Okay, thank you. Oh. ეგრე, that's the stuff. არა უშავს, guy. არა უშავს. Visitors. ელექტროდამტენები, ეგრის X1 იტენება, X5 იტენება. მოკლედ აგერ გავჩერდი. ეხლა დავკეტოთ სმენა. სმენის დაკეტვა როგორ ხდება? დავაწვევით ოკეის, ქვევით ავირჩევთ ვადიტელ 1, ოკეი. Начало страны არ გვინდა, იმიტომ რომ გახსნილი გვაქვს, ქვევით ჩამოვედით განესტრანი, ოკეი. განესტრანი ბელგია, ოკეი, დავეთანხმებით ისა. დაველოდებით უკან და ოკეი. ეგ არის ჩვენი მთელი ამბავი. აი ესე მეგობრებო, ყოველდღე ვაყენებ სიარულზე და დავდივარ. ვცდილობ ყოველ შემთხვევაში როგორ ადგილას გავაჩერეს მანქანა. ვცდილობ ყოველ შემთხვევაში ყოველდღე ვიარო ხოლმე. 4 კილომეტრზე მაქვს დაყენებული, რომ 4 კილომეტრი მაინც რო ვიარო რა ყოველდღე და. რაღაც ხანდახან არ გამომდის, მაგრამ ხანდახან გამომდის, აგერ მეორე მანქანა მოვიდა კიდემ, ეს დასლავზეა. მაგასაც დაკეტილი დახვდა რა თქმა უნდა ჩემსავით. ეხლა როგორც გითხარით, აგერ ანტვერპენში ვარ. ანტვერპენის ცენტრი არ არის, მაგრამ ერთ-ერთი გარეუბანია რა და ეხლა გავივლი რა და ხანდახან არ მაქვს ხოლმე ეგ ადგილი, მაგრამ პარკინგზე დავდივარ გიჟივით რამდენიმე წრეს ვარტყავ ხოლმე იმას.
წეს რა. აგე ჩვენი ოფისი ხვალ გაიღებია. და ჩვენ შემთხვევაში ეხა გუშინ საბურავი დამეშვა სიმართლე გითხრა დამეშვა არ დამეშვა მაგრამ ნახე რომ რაღაც დაზიანებული იყო რა და აღარ იმავსქენი მეთქი მაიტა გამოვცვალე თან ვიდეოც ჩავწერე აგიტვირთავთ ალბათ ან ატვირთული იქნება არ ვიცი მეგობრებო ცოტა ისე მაქვს რა ეს რაღაცეები და აგე მანქანა კიდე სადღაც გაჩერებულა ტრეილერი ხო და დღესაც საკმაოდ ვიხტუნავია ჩემი ახალი დისპეჩერის გამო წელიწადი და 3 თვეა თუ ახლობთ ეგრეა რა სამ კომპანიაში ვარ და ერთ დისპეჩერი მყავდა მეგობრებო მარტო ერთ დისპეჩერი აი უსიტყვოთ აი უბრალოდ SMS-ში რო წერტილი მოეწერა უკვე ვიცოდი რა უნდოდა და აი ესე გვესმოდა ერთმანეთის პოლონელი ბიჭი იყო ინგლისურად ლაპარაკობდა მარტო მაგრამ ეხა არ ვიცი ვინ არის აზზე არა ვარ თან ეხა არა ვარ ინგლისის რეისზე ბელგიის რეისზე ვარ ისევ და დავიტანჯე დღეს სიმართლე გითხრათ ცოტა მაგრამ ნუ არა უშავს ეხა ახალია და ყველანი ხო თავის დროზე ახლები ვიყავით და დამწყებები ვიყავით არა ამიტომ დღეს იმდენი სირბილი მომიწია რო არ მევლო ეგეც არა უშავდა მაგრამ რატო ვიზახი რომ ზოგადად ჩვენთან საჭიროა რა ეს მით უმეტეს თქვენთან სადაც დაიწყებთ იქ ამდენი ამის ნახევარი არ მოგიწევთ ხოლმე რა და არც მუშაობა არც სიარული და არც ამდენი რაღაცეების კეთება ასე რო თქვა და ახლა რა კაი სახლები აქვთ ხო და მაინც ფიზიკური აქტივობა საჭირო არის მეგობრებო ყველა ვარიანტში და მე სად მოვედი ხა ასე მოვიდე თუ ისე წავიდე აუ მოიცათ ერთი გავთიშო მე მგონი მე იქით უნდა წავიდე ხო იქით უნდა წავსულიყავი მაგრამ კაი ესე წამყოლა კაცაა გასაზრდომი კორპუსებში ხო და მოკლედ ეს ფიზიკური აქტივობა მეგობრებო საჭიროა ჩვენთვის რა და მაქსიმალურად ვცდილობ ხოლმე რომ ესე ვიარო და სხვათა შორის აი ესე უბრალოდ სიარულით ბევრი წყლის მით ეხა ტრეილერში წყალს ბევრს ვთვალს სიმართლე გითხრათ იმიტომ რომ სახში ხარ ვარ რა ვიცი ან ტელევიზორს უყურებ ან ბავშვებთან ხარ ან გასული ხარ ან ლეპტოპში რაღაცას აკეთებ ან უბრალოდ ვისვენებ და წყალი არ მაქვს ხელთან ახლოს და ეხა ადექი იქ მაცერიდან გამოიღე დალია რაღაც ვერ ვახერხებ მაგრამ ტრეილერში რომ მოვდივარ წყალს ყიდულობ ხოლმე მეგობრებო მართლა ხო ადრე არ ყიდულობდი საფრანგეთში და იმაში რომ მიწვა საფრანგეთში წყალი შეგიძლია ყველგან დალიო იდეაში ესე გავიდე თუ აქეთ მეგონი აქეთ მეცა ესე გამოვძვერი მოკლედ ხო და საფრანგეთში წყალს ყიდულობდი ხოლმე რა მოკლედ ისა შეულებრივად შეგეძლო ნებისმიერ ადგილას აგეღო ბევრგან არის რაღაც იტალია პოლონეთში მაგალითად დიდად ვერა ეს წყალი რა ხო და ჩემ მასწავლებელმა მითხრა რა წყალს რა იყიდისო მოდიო აგერო მე 4 წელია უკვე ამოსვავ და მეუღლე რო ჩამომივიდა მეუღლემ სულელი ხო არ ხარ მე ამ წყალს ვერ დავლეო და აგერ სხვადასხვა როგორი კრანი არის და დავიწყეთ ყიდვა და ყიდვის მერე გავიგერო თუმცა სხვა წყალი ყო ან ის წყალი არ იყო ფლას ისეთი როგორც ჩანს ანუ არც მოუწამლი ვარ არც გემომიგზნი არაფერი მაგრამ ნუ მაინც ხო ხდებით ანუ თავიდან თუ იმე ჩამოვა და რაღაცა ფულის პრობლემა და რაღაცა იქნება შეგიძლიათ იმას საქმეთ რა ქვია საფრანგეთში მაგალითად წყალი ბევრგან არის ხოლმე აწერია ხოლმე წყალი აქ შეიძლება აქ არ შეიძლება დასალევი ან არა დასალევი მაგრამ ხერხდა დასალევი ეწევს და ზოგან ისე არ იყოს რაღაც სულთად რომ არ მიგივიდეთ რა გული ხო და მე დავიწყე ყიდვა თან ხა მე რომ პოლონეთში დავდივარ პოლონეთის წყალი იაფია 95 იზღრის მაგალითად ერთი ბოთლი წყალი ლიტრანახევრიანი 0.5 ზლოტის არღეს 5 ლიტრიანი უფრო ბევრია მაგრამ 5 ლიტრიანი ერთრევა მეზარე ვარ 100 ხა კიდე და ყიდულობ მაგას მაგრამ 95 ლიტრიან წყალს სხვა მინერალები აქვს და ისეთი გემო ვერა აქვს ანუ ქართული წყალისავით აქ არც ერთი არა მეგობრებო კრანში რომ მოუშვი წყალს და დალევ აი ეგ წყალის ბევრჯერ მენატრება ხოლმე და საიწავიდე ხა მე ესე წავა ეგეთი წყალი აქ არ არის მაგრამ არის კიდე თქვა გვალი ბოთლებია 95 ცენტი ღირს ზლოტი ცენტი რაც არის რა ვიცი მაგათი არის ასევე ის რა ქვია არის ასევე ცოტა ოთხკუთხედ ბოთლებში შედარებით კაია მაგრამ ის უკვე ზლოტი და რაღაც აღებს და მოგეთ ამ ოთხკუთხედებს ყიდულობ ხოლმე თან ჩემ ჩასადები ოთხკუთხედია და კარგად იდება და ახლოს რომ აქ ხელთან ახლოს ამ წყალს ბევრს ვთვალ ხოლმე და 6 წელს რო ვიყიდი შეკვრას ესე ანუ 6 დღე თუ მოვდივარ ვიცი რომ დღეში 2 ლიტრანახევრიანად დავცალო რა მოკლედ ხო და მოდი ხა მე ესე გადავალ
2 ცალი ლიტრი და დავცალო მოკლედ დღეში. ეგ ვიცი ხოლმე. და ლიტრი-ნახევრიდან 3 ლიტრამდე წყალს რა ვიცი რო ვსვახო ზაფხულში ხარ არ უნდა მაგიზალებას ხო? არაფერი. აი მაგ წყლის დალევით და ეს სიარულით, უბრალოდ სიარულით, აი ეს ჩაულებად სიარულით, მეტი არაფერი. დავიწყე დაკლება, მეგობრებო, იმიტომ რომ აქ გინდა არ გინდა რაღაცნაირად იმატებ წონაში. ჩემმა მეუღლემაც მოიმატა სხვათაშორისო ჩამოვიდა და მეც მომიმატე. მოკლედ ეხლა ვარ 102 კილო, 101 კილო დაში. ვიყავი 115 და დაახლოებით ნახევარწელში უბრალოდ აი ეს სიარულით ხანდიხან მაშინ ესე ყოველდღე არ დავდივოდი და წყლისმით ცოტა ანუ ამოვიღეს ნელ-ნელა ამოვიღე რაღაცა დღეს ამოვიღე გაზიანი სასმელი ხვალ ამოვიღე რაღაცა ისე ველოსიპედი როგორ აყენია ეს კიდე ცოტა აქ სავსეა ხოლმე ველოსიპედები ნახეთ აი ესე დავიწყე დაკლება რა იმიტომ რომ აქ რო ჩამოდიხარ მე გინდა არ გინდა კრიფავ ამწონას ჯერა უცხო განემოვა ხა სად შეურჩება ხა შენ ტრაილერში როდის ჭამო და ჯანხა საღალ ჭამო და როდის ვიარო და ასე შემდეგ ხო ვერ იზავ რა მაგას და თავიდან ძნელია მაგრამ ეხლა ჩემ შემთხვევაში შედარებით ადვილი არის ერთი კვირიან რეისებზე შედარებით ადვილია და მოკლედ ესე იმაში რა ქვია ესე წყლის მასში და პროსტა ხანდახან სიარულში მე თუ სახში ვიყავი და თუ სიცივე იყო ის ელექტროისფერკი ბილიკი სახში და ელექტრობილიკი მაგი დავდივარ ხოლმე რა აღანაირი ვარჯიში არაფერი დავიკელი ესე 15 კილო მოკლედ ან ტანზე კი არ მემჩნეოდა მაგრამ ღიპი მქონდა ღიპი ხაც მაგ პრინციპში ცოტა მაგრამ ხო და მაგრამ აწუხებდა რა ეს რაღაც ცუდად ვიგზენი თავი უკვე ესე რომ მიმეშვა ჩემი თავი კიდე გავსუგდებოდი ხო და ამიტომ თავიდანვე გიჩევთ რომ რაღაცნაირად არ გაუშვათ თავი და დაიკავოთ იმიტომ რომ მე დაახლოებით 6 თვე დამჭირდა მაგის აი ესე წვალებაში რა იმაში ეხლა საწავით აი მოდი ესე წავიდეთ თუ ესე წავიდეთ აი ესე წავიდეთ ხო და ესე დამჭირდა წვალებით რა მე როგორია ხა საქართველოს ინდანსველი ჩამოვიტანე აქაც ბევრი ვიყიდე და როგორ გასხვდები მე როგორ აღარ გერგება ეს არაფერი და ზოგადად ის თული იყო რა და ამიტომ გააკონტროლეთ მეგობრებო წონა თავიდანვე არ მიუშვათ თორემ მე უკან დაბრუნება ძნელი არის და ეხლა კიდე მინდა 10 კილოს დაკლება და არ ვწყვიტავ და ეხლა ისე ძამ ვეღარ ვიკლებ მაგრამ ადრე რომ მივდიოდი ხოლმე ყველა კვირა რომ ვიწონებოდი რაღაც 300 500 400 გრამი საბურავს თუ გამოცვლიდი თქვა მაშინ პლუს 500 გრამი გარანტირებულად და ესე რა წყალი მოკლედ შეგიძლიათ იყიდოთ მაგრამ შეგიძლიათ თავიდან იმას ახნათ ხოლმე რა ცოტა ეკონომია გააკეთოს მაგრამ ვინ როგორ არის ხა ბევრი მძღოლი მაგალითად იღებს ხოლმე და უმუღამს მაგრამ მე უბრალოდ იმ წყალიდან მე ამას საქართველოს რო ჩამოვიდი აქ და ვსვავდი ვერ ვიგზენი საქართველოს აქ რო ჩამოხვალ ზოგადად აქ ვერ საჭმის გემოს იგზნობდი და ვერ წყლის ერთადერთი იგზნობ რომ ჰაერში აი ეს რაღაც ბევრი გამონაბოლქვი და ჰაერი შეიძლება იგზნოს რომ სხვანაირი ჰაერი არის რაღაცნაირი ძალიან გამონაბოლქვი და ის არ არის რა ხო და წყლის თემა მოკლედ ეგრეა რა შეგიძლიათ სადაც აწერია იქ იყიდ იმას ახლა ჩამოასხათ ბევრ კალონკებზე არის კიდე ხო და ნუ მოკლედ აი მაგიტო აღარ ვწუტავ ხოლმე ესე სიარულს და დავდივარ ხოლმე რა 4 კილომეტრს ვცდილობ რომ ვიარო ხან არ გამომდის ხან 2 გამომდის ხან მაგალითად 1-5 დღის წინ 7 კილომეტრი გავიარე 860 მეტრი მაგ ეხლა გავლილი ჯერჯერობით თან ათვალიერებ რა აქ და ასწორებს ისე მალე გადის ხანდახან ჰოლანდია მიყვარს ძალიან და ამ ჰოლანდიაში ხანდახან ისე გაივლის ხოლმე დრო რომ დაზინზახაზინებლად აღარ მჩება ხოლმე მე წესი რა დრო აია ეხლა რა უნდა თქვა ხავრობა იგი ცოტა ბანძი იყო მაგრამ აქ შვენიერია და აქ როცა დავდიხარ ათვალიერებ ასწორებს თან ვარჯიშობ იმიტომ რომ აქტიურობა საჭიროა ჩვენთან აუცილებელია მეგობრებო მაგას გეტყვით ხო და მარტო ესე ჩამოხვიდეთ დაждეთ მანქანაში რაღაცა არ გირჩევთ რა ესე რაღაცა სხვა იმას გეინთ ხოლმე დრო ყოველთვის გექნებათ მით უმეტეს თქვენ იმ სამსახურში აგერ მე მაგ ხოლმე აგერ დრო და დავდივარ ხოლმე სულ 13-14-ას გავდივარ ყოველთვე თქვენ 7-800-ს ძლივს გაივლი წარმოიდგინეთ ორჯერ მეტი დრო გექნებათ შენზე ხო და ესე იარეთ ხოლმე რავი გაგისტორდებათ კაი ჰაერია ეხლა ჩიტები ჭიკჭიკებენ ნახეთო ხო და დამშვიდებით დაალაგდებით უფრო დაალაგებთ ამ არეული გონება რაც გვაქვს ხოლმე მეგობრებო სულ დაგვილაგდება დაგვიწნარდება სულ ჰაერსაც ჩაიყვანსავთ უფრო ჯანმრთელადაც იქნებით და
აი ეს ამ პრინციპით გირჩევთ წამოსვლას, თორემ მარტო რომ წამოხვიდეთ, ხო? აი ეს ჩემი ერთი მეგობარი ვიდეოს თუ უყურეთ, ვინც ვერ გაკაჩა ერთადერთმა ადამიანმა და ეს მარტოობა და რაღაცა ვერ გაზლუთხო, ეგ არ აკეთებდა ეს დრამებს. და სულ მანქანაში იჯდა ხოლმე. ეხლა მეორე მეგობარი მყავს, არც ეგ არ აკეთებს, ეგ დიდად არ იკლავს თავს, მაგრამ იმას სხვა მოღამებია, ხა იმას ტელეფონს დაარეკინე და 3 საათი, 7 საათი ერთ კაცს ელაპარაკება, პრობლემა არ აქვს. სხვა მოღამზეა რა. მაგრამ მე გირჩევთ, ვინც წამოხვალთ, ჯანმრთელობასაც მიხედეთ, ცოტა აქტიურებიც იყავით და ცოტა გულის გადააყოლეთ ხოლმე რაღაცებს. ეხლა რა ჩაულებრივი სახლებია. შეიძლება ვიღაცას მოწონდეს, ეხლა რა იყურებოდეს, რომ უი რა კაი ადგილიაო, მაგრამ ჩემთვის ადგილი უკვე აღარაფერი არ არის, ბევრად მაგარ ადგილებში დავდივარ ხოლმე. განსაკუთრებით ადგილებია, მეგობრებო, იქ იტალიის მაღალ ადგილებში, შვეიცარიაში, ძალიან მაგარი ესპანეთში, რავი, ძალიან მაგარი ადგილებია. ამიტომ მარტო ესე ჩამოხვიდეთ, ფული გამოიმუშაოთ, კი ბატონო, შესაძლებელია, მაგრამ ეგეთ ადამიანებს სავარაუდოდ უფრო მალე მოწყინდება ესე რომ ვთქვათ რა. ამიტომ გირჩევთ მეგობრებო, რომ იმას საკნათ რა ქვია. ცოტა სხვანაირად დაიტვირთო თავები. უფრო სახალისოც გიქნებათ, დროც მალე გავა, ბევრ ამასაც ნახავთ, სახლების დიზაინებს ნახავთ, მოკლედ ისეთ სახლების დიზაინებს ნახავთ, ეხლა აღარ გა სამწუხაროდ, თორე ისეთ სახლების დიზაინებს ნახავთ, რომ ის მოგინდებათ რა ქვია და მე აქ ისევ აქ მოვედი, ვახ ამზე დავატე. აუ ის უნდა წავსულიყარ, არა წავედი ის. სახლების დიზაინებს ნახავთ, სახლის აშენება მოგინდებათ. ზოგი ჩამოძეს და სახლის სესხი ყივა უნდა რა და ბინის სესხი ყივა უნდა. ბინას დაივიწყოთ მეგობრებო. ისეთ სახლებს ნახავთ აქ მოგინდებათ, მაგრამ სახლების აშენება და სხვა მომენტებიც არის მეგობრებო. შეიძლება ვიღაცა შეხვდეს, გაიცნოს რაღაცა კაი მოგონებები დარჩეთ. ყოფილა შემთხვევა გაუცნია ვიღაცას საქართველოში ჩასულან და ასე შემდეგ რა. ყველაფერი შესაძლებელია მეგობრებო. უფრო ხელს შეგიწყობთ რა თქმა უნდა ენა თუ ვინც იცის. კი ბატონო, ვინც ენა იცის, იმას ხელი უფრო შეეწყობა, მაგრამ საბოლოო ჯამში, ანუ იმის ხარდა რომ საბოლოო ჯამში სხვანაირად მარტო ჩამოდი ფული გააკეთე, კი ბატონო, ჩამოდი ფული გააკეთე. არავინ არ გიშლის, მაგრამ ცოტა სხვა რაღაცას მიაშველეთ ხოლმე რა. ასე რომ მეგობრებო, ერთი დღე წარმოდგენის შესაქმნელად კი ნახეთ სმენის გახსნა დაკეტვა როგორაა და იქ დასლა რაღაცეები, თუმცა ვიტყვი რომ დღევანდელი დღე საკმაოდ არასასიამოვნო დღე იყო. იმიტომ რომ ეგეთი 9 დატვირთვა და რაღაცეები გაუგებრობა და ისინი ეხლა მე მართლა ერთი წელიწად ნახევარია მაინც ეგეთის გავსი რამე აღარც მახსოვდა რომ ეგეთ რამე არსებობდა სიმართლე გითხრათ, იმიტომ რომ არ მქონია რა. მაგრამ არის ხოლმე ყველაფერი. ხდება ხოლმე არ თუ ისეთი დღე იყო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დილიდან საღამომდე რა ხდება ტრაილერში, ერთით კაია კიდევაც რომ გადმოგეცით აგერთხელ და გაჩვენეთ, იმიტომ რომ მარტო ინგლისი პოლოენც რეისებზე ბევრი არაფერი არ ხდება, იქ განსაკუთრებული. იქ უბრალოდ ჩემი ადგილები მაქვს გამოყენებული. აი ჰოლანდიის ვიდეო თუ ნახეთ, მანდაც ასე. ეხლა აქ ამ ადგილას პირველად ვარ ეხლა ანტვერპენში, მაგრამ იქ იმ ადგილას ძალიან ბევრჯერ დავდივარ ხოლმე და დღეს თუ ასე წავალ იქ შორს, მე ხვალ ასე წავალ და ათვისებული მაქვს ეგ ადგილი. იქ ძალიან უყვარს ხოლმე სიარული. თან სულ მაქვს ხოლმე დრო იქ რო ვიარ. და აქედან გამომდინარე, მეგობრებო, აი ესეთი დღე არის ტრაილერში, ერთ-ერთი ისეთი არასასიამოვნო დღე, ასე რომ ვთქვათ, ბევრად კაი დღეებია. ხანდახან შეიძლება უფრო ცუდი დღეს გაიყოს, ვერ გაიგებთ ეხა მაგას. ყველაფერი ხდება, ასე ხდება და ეს მაგრამ ძირითადად ეხა თქვენ რას ნახეთ, ამაზე უფრო კაი დღეებია ხოლმე ყოველთვის, დღევანდელი დღე რაც იყო. სმენის გახსნა, სმენის დაკეტვამდე და მე ჩემი ყოველდღიურობა ეს არის, აი ესე დავდივარ ხოლმე რა. ზაფხულში არის ხოლმე დღედი და ზამთარში ესე ვერ გიწევს, იმიტომ რომ ზამთარში მალე ღამდება. ამიტომ მეგობრებო, ერთი დღის წარმოსადგენად ვფიქრობ, რომ ეს ვიდეო ნორმალურია და თქვენც გირჩევთ, რომ ესე უბრალოდ ტრაილერში არ დაждეთ და პროფესა ესე არ იყოთ ხოლმე რა. ესე იარეთ რა. გამოდით, გულს გადააყოლეთ, ისე ირნეთ, ჯანმრთელობა სხვა რამე, ანუ ჯანმრთელობას მიხედეთ, მეგობრებო, ფულს იშოვით, მაგრამ ჯანმრთელობას არავინ არ მოგცემთ, უკან არ უნდა დაგიბრუნებთ და თქვენს დროს კიდე ყველაზე მთავარ ჯანმრთელობასაც იშოვით ბოლო-ბოლო მაგ ფულით მე რაღაცას იზავთ კიდე, მაგრამ ამ დროს არავინ არ იზავს და ეხა ტრაილერში ჯდომით რომ დაждე მან და ტრაილერს უყურო იქ
იმ ტრაილში ისაც იჯდები დილიდან საღამომდე, მაგრამ გამოდით ხოლმე ეს გააყოლეთ, გულ ქვეყანა პარკებია, ქვეყანა ადგილებია. რა ვიცი ხა, მე უკვე აღარ მინდა მარტო სიარულით. თავიდან მარტო დავდიოდი ხა ხალხი ჩამოსული ვიყავი, მაგრამ მე მეუღლე ჩამოვიდა, იმდენ გაწავედი და იმდენ გავიარე, რომ რა ვიცი, უკვე მარტო ვეღარ უჭერ რა მოყავს ესე რო ვთქვათ. მაგრამ ყოველ შემთხვევაში მარტო შეგიძლიათ ხა თუ ვთქვათ ჩამოხვალთ, ანუ ყველა ფული შოუ წახვიდე დახარჯოთ, ესე არ გიშიოთ რა. ცოტა სხვანაირი აზრი რომ იცეთ ყველაფერს და უფრო გაგიადვილდებათ. ხოლმე ამის უფრო გაგიადვილდებათ. ჩიხი ყოფილა და ესე გამოვედი ხა. წრე იყო არაფერი. კარგის მეგობრებო, მოკლედ დღესაც სულ ეს იყო. დაგემშვიდობებით, აბა თქვენც. მე კიდე ცოტას გავაგზავნე სიახლეს კილომეტრ 600 600 მეტრი. აი, ახლა